შეკითხვებს გივი თარგამაძე უპასუხებს. მკვლელობები რეგიონებში ვითარების ხელოვნურად დაძაბვა და სააკაშვილზე თავდასხმის ინსცენირება. კიდევ რა მოსალოდნელი პროვოკაციების შესახებ აცნობა პატარკაციშვილს ინფორმატორმა საქართველოდან. დიდი არჩევანი. პრეზიდენტობის მსურველთა უპრეცედენტო რაოდენობა და რიგი CSKO-სთან. არჩევანი განაგრძობს პრეზიდენტობის კანდიდატებთან შეხვედრას. გადაცემის სტუმარია ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი. დიდი გამარჯვება გველოდება. წარსული დამარცხებულია. ასევე სტუდიაში ირინა სარიშვილი. დებატებში ვიწვევ მხოლოდ ერთ კანდიდატს, მიხეილ სააკაშვილს. საქართველოში მიმდინარე პროცესების ანალიზი მოსკოვიდან. პირდაპირ ჩართვა რუსეთის დედაქალაქიდან პოლიტოლოგი კონსტანტინე ბარავოი. არჩევანის ბოლო ნაწილში. ვინ რა ნიშნით აირჩევს 5 იანვარს პრეზიდენტს? სტუდიაში საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლები და კახი კალათის პირდაპირ ჩართვა მილანიდან. მშვიდობის საეთერშია გადაცემა არჩევანი. ვინ არის ბადრი პატარკაციშვილის ინფორმატორი თბილისში, რომელიც კახალომაიასთან უშუალო კავშირშია პრეზიდენტობის კანდიდატმა ჟურნალ ვლასტისთვის მიცემულ ინტერვიუში საქართველოში წინა საარჩევნოდ მოსალოდნელ პროვოკაციებზე ისაუბრა. პატარკაციშვილი ამბობს, რომ იგეგმება მისი არამარტო პოლიტიკურად, არამედ ფიზიკურად განადგურებაც და ამ გეგმას საქართველოს ხელისუფლება ამუშავებს. მისი განცხადებით, დაგეგმილია ქვეყანაში არეულობისა და სააკაშვილზე თავდასხმის ინსცენირება, რომელიღაც მაღალ ჩინოსნის მკვლელობაც. პატარკაციშვილის მტკიცებით, ეს ყველაფერი სწორედ მას უნდა დაბრალდეს. ინტერვიუში პატარკაციშვილმა მიანიშნა, რომ დაგეგმილია პროვოკაციები ცხინვალის რეგიონში, ზემო აფხაზეთსა და ჯავახეთში. გეგმის ერთ-ერთ თანაავტორად პატარკაციშვილმა გივი თარგამაძე დაასახელა. გივი თარგამაძე დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარია. საღამოშვიდობისა, ბატონო გივი. ბატონ გივი, ვიზე შეიძლება საუბრობდეს ბადრი პატარკაციშვილი როგორც ინფორმატორზე, რომელიც დაახლოებულია კახალომაიასთან. თუ დაიწყეთ ამ საკითხის გამორკვევა, თუ ეს თავშივე მიგაჩნიათ უსაფუძვლო? რა თქმა უნდა, მე მაინც ვფიქრობ, რომ ის ინფორმატორი ამ შემთხვევაში არის მისივე გარყვნილი ბინძური გონება და მე მაინც ვფიქრობ, რომ რომელიმე ერთ-ერთი რიგითი რუსი პოლიტტექნოლოგი ან რომელიმე სპეცსამსახურის მუშაკი გამომდინარე იქიდან, რომ პრაქტიკულად ეს მოსალოდნელი პროვოკაციების სია არის ძალიან მოძველებული ვარიანტი. ანუ იქ არის ჩაყრილი ყველა ის ვარიანტი, რომელიც როდესღაც შეიძლებოდა განხორციელებულიყო საქართველოში ყველა ესეთი რუსული ოცნება ესეთ პროვოკაციებზე არის შეკრებილი პატარკაციშვილს ეს განცხადება მარტოს არ დაუწერია? დარწმუნებული ვარ თითქმის ამაში, თუმცა კიდევ ერთხელ მისი გონება არის აბსოლუტურად ადაპტირებული ეს ცისადაგლეების გამოგონების. ამ ინტერვიუში პატარკაციშვილი ამბობს, რომ საქართველოს მთავრობა მართავდა მოლაპარაკებას შეერთებულ შტატებთან მისი გადმოცემის შესახებ საქართველოსთვის. თუ არის ამ ინფორმაციაში რაიმე სიმართლის მაცვალი? მე მგონია, რომ ბადრი პატარკაციშვილი იმყოფებოდა საქართველოში და სურვილი თუ იყო მისი დაპატიმრების, ის იქნებოდა დაპატიმრებული უკვე აქამდე, ამიტომ ესეთი მოლაპარაკებები გამართული არ ყოფილა. მოდით მაშინ ასე ვთქვათ, რატომ გაავრცელა ბადრი პატარკაციშვილმა ეს განცხადება, რატომ მისცა ინტერვიუ, რა იყო ამ ყველაფრის მიზანი? მე ვფიქრობ, რომ მან ჩამოყარა ყველა შესაძლო ვარიანტი, ასე ვთქვათ, იმ პროვოკაციებისა, რომლებიც შეიძლება მართლაც განხორციელდეს საქართველოში, იმისაც, რომ შემდგომში თუ რომელიმე მათგანი რუსეთმა განახორციელა, მან თქვას, რომ აი ეს ამაზე აფრთხილებდა, ასე ვთქვათ, საზოგადოებას. მე არ ვიცი, ეცდება თუ არა ის თვითონაც რაღაცა ნაწილის ამ პროვოკაციებისა განხორციელებას. სხვა შორის, რაც შეეხება ამერიკელებთან მოლაპარაკებას, მე მგონი ჩვენ ვნახეთ, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ გამოცხადებული ძებნა სხვადასხვა დამნაშავეებზე შედეგს იძლევა, ამიტომ თუ აქვს ესეთი სურვილი ხელისუფლებას, ის დააყენებს ძებნაზე პატარკაციშვილს და ვფიქრობ, იქნება ეფექტი სწორედ ასეთი გადაწყვეტილებიდან და არა რაღაც საიდუმლო მოლაპარაკებებით. აქ დასახელებული იყო სამი რეგიონი, ეს არის ზემო აფხაზეთი, ეს არის ცხინვალის რეგიონი და ჯავახეთი. რატომ ეს რეგიონები? სწორედ როდესაც მე ვამბობდი, რომ მოძველებული ვარიანტი არის მეთქი, ეს ინერციის
ხშირად გადმოყვა როგორც ჩანს ძველი ჩანაწერებიდან იმ პოლიტექნოლოგს თუ აგენტს, ვინც მიაწოდა ეს ვარიანტი პატარკაცშვილს, იმიტომ რომ როგორც წესი ესეთ პროვოკაციების, მოსალოდნელი პროვოკაციების სიაში ჯავახეთი ხვდებოდა ხოლმე, მაშინ როდესაც იქ იდგა რუსული ბაზა და ამ ბაზის საშუალებით სწორედ ხშირად გეგმავდნენ რუსები არეულობის ორგანიზებას. თუმცა თავად ბაზის გაყვანის პირველ დღეს, როცა ყველაზე მეტი იყო მცდელობა რუსეთის მხრიდან ესეთი არეულობების გამოწვევის, ეს ვერ მოხერხდა, ამიტომ რომ აბსოლუტურად საღი პოზიცია გამოიჩინა როგორც სომხეთის ხელისუფლებამ, ასევე ადგილობრივმა ლიდერებმა და ამიტომ მე ვთვლი, რომ ეს თემა არის აბსოლუტურად ამოწურული და ამის იმედი მაინც პატარკაცშვილს არ უნდა ქონდეს არც რუსებს. პატარკაციშვილმა დაასახელა ორი გვარი, ერთი თქვენი და მეორე ნიკარურუასი. ამ შემთხვევაში მას ალბათ შეეძლო სხვების გვარებიც დაესახელებინა, ან თქვენს გვარებთან რატომ გააკეთა მაინც და მაინც თქვენ და დავიმსახურე მისგან ესეთი პატივი ან მე ან ნიკარურუამ მე ვფიქრობ აქ არ ვიცი ეს თქვათ იყო ისეთ შერჩევა შემთხვევითი როგორც ჩანს ან შეიძლება გამომდინარე იმ თანამდებობიდან თქვათ რომელიც მე მეკავია იმიტომ რომ პატარკაცშვილმა დარწმუნებული ვარ არ იცის რომ საპარლამენტო ეს თანამდებობა არ ეხება თქვათ უშუალო მოქმედებებს სპეციალური სამსახურების ის ხო პოლიტიკისგან არის აბსოლუტურად ჩორს და არის მიჩვეული მხოლოდ ქუჩის გარჩევებს ამიტომ ბუნებრივია მასეს არ ეცოდინება ბადრი პატარკაციშვილმა ეს განცხადება გაავრცელა, მაგრამ მართლა რომ რამე მოხდეს, თქვათ ასეთი პროვოკაცია არის დაცული ქვეყანაში. თქვათ იმავე პოლიტიკოსების, თქვათ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების უსაფრთხოება იმ დონეზე, რომ ასეთი პროვოკაციებს არ კონდეს, თქვათ საფუძველი. რა თქმა უნდა, თქვენ ალბათ გახსოვს, რომ პრეზიდენტმაც სააკაშვილმა სწორედ გადადგომის წინ მიცა ესეთი დავალებები მთავრობა მუშაობს გაძლიერებულ რეჟიმში და პირველ რიგში არის პირველი პრიორიტეტი სწორედ უსაფრთხოების საკითხების გადაწყვეტა და დაცვა ასევე მათ შორის ოპოზიციური ლიდერების უსაფრთხოებისა თქვენ ალბათ გახსოვთ რომ როდესაც იყო შემთხვევა თქვა კობა დავითაშვილთან მიმართებაში იყო გარკვეული ინფორმაცია ხაინდრავასთან მიმართებაში სახელმწიფო ამ შემთხვევაში ახორციელებს დაცვას ოპოზიციური ლიდერების და თითოეულ მათგანს დღესაც აქვს ესეთი შეთავაზება რომ ისარგებლოს სახელმწიფო დაცვის სამსახური შეთავაზება ვინმე მე ზუსტად ვერ გეტყვით ახლა ვინაიდან ამ სამსახურში არ მუშაობ, მაგრამ შეთავაზება ესეთი არის. და თუ არ მიიღებს შეთავაზებას ამ ჩვენ ვეცდებით, რომ ასე ვთქვათ, სხვა გზით იყოს უზრუნველყოფილი მათი უსაფრთხოება. თითოეული მოქალაქის და ასევე თითოეული მოთამაშის პოლიტიკურ სპექტრში. მე მინდა ერთ შეკითხვა დაგისვათ, გავრცელდა გუშინ თუ არ ვცდები, ბორის ბერეზოვსკის სატელეფონო ჩანაწერი უკრაინაში რაღაც პროცესების დაწყების შესახებ საუბრობდა ბორის ბერეზოვსკი, თუ ეს ჩანაწერი ნამდვილად ეკუთვნოდა ბერეზოვსკის. ეს რაზე მიანიშნებს? შეიძლება რაიმე პარალელის გავლება, თქვა საქართველოსთან იქ ნახსენები იყო, რომ იუშენკომ შეიძლება მიიღოს თბილისის სცენარი კიევში. თქვენ ძალიან ხშირად ჩადიხართ ხოლმე უკრაინაში და პირველ რიგში მინდა ალბათ ვაიხეს შემიძლია ყველაზე მარტივად აუხსნა რატომ იწევს ძალიან ხშირად კიევში ყოფნა, სწორედ იმიტომ რომ საფრთხეები ჩვენი და უკრაინის წინაშე მდგომი არის ძალიან იდენტური და გამომდინარე იმ გამოცდილებიდან, რომელიც ჩვენ გვაქვს, ჩვენ ვცდილობთ რომ დავეხმაროთ ჩვენ კოლეგებს უკრაინაში და მთელ უკრაინულ ხალხს და ამ სახელმწიფოს, რომელიც არის ნამდვილად უახლოესი პარტნიორი ჩვენი ქვეყნის. მას წინაშე როგორც თქვი არის იგივე ტიპის საფრთხეები და თქვენ ნახეთ რომ ბერეზოვსკი, ამ შემთხვევაში ბერეზოვსკი არ არის პატარკაციშვილი, ეს არის პატარკაციშვილის უფროსი, დირექტორი, თუ გნებავთ, პატარკაციშვილი მაინც არის დაბალი გაქანების ფიგურა ამ შემთხვევაში და გამოზრდილია სწორედ ბერეზოვსკის მიერ, ამიტომ მე ვფიქრობ, რომ მისი იდეების უმეტესობა სწორედ ბერეზოვსკის თავში მწიფდება ხოლმე და სწორედ ეს ბერეზოვსკი
ცდილობს, რომ ისეთივე ზუსტად სქემით, რომელიც განხორციელდა საქართველოში, მოახდინოს გავლენა პოლიტიკურ პროცესებზე უკრაინაში. ანუ აქ არის პირველ რიგში ლაპარაკი, თქვენ ალბათ მიაქცევდით ყურადღებას მედია საშუალებებზე დაუფლების. ანუ მედია საშუალებები, რომლებიც შემდეგ მოახდენენ ისეთივე დესტაბილიზაციას, მაინც უფრო წყნარ უკრაინაში, ვიდრე საქართველოა და აფეთქებენ იქაც სიტუაციას. რატო ხდება ეს? ესეც არის მე მგონი ძალიან მარტივი გასათვლელი. რა უნდათ ბერეზოვსკის? ესენი ხო არ არიან, ვთქვათ, პოლიტიკოსები ამ შემთხვევაში. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც მოქმედებდნენ ქუჩაში ყველაზე ბინძური მეთოდებით, ანუ მათთვის ადამიანის სიცოცხლე, პოლიტიკოსი, ჟურნალისტი და ამ შემდეგ არაფერს არ წარმოადგენს. ისევე როგორც არაფერს არ წარმოადგენს სხვა შორის იმედი ჟურნალისტების ინტერესები დღეს, ისინი გამოიყენეს, დაყარეს და წავიდნენ თვითონ ზოგი ლონდონში, ზოგი ამერიკაში. ესეთივე სცენარი არის ზუსტად ისინი მოქმედებდნენ ესე რუსეთში თავის დროზე, ელცინის დროს დაეუფლენ წამყვან არხს, ORT-ს და შემდეგ უკვე ამ არხის მეშვეობით და მრავალრიცხოვანი მკვლელობების მეშვეობით ჟურნალისტების, პოლიტიკოსების, ყველა იმ ადამიანის, ვინც წინააღმდეგა მათ ინტერესებს, მოახდინეს პირდაპირ გავლენა რუსულ პოლიტიკაზე და მოექცენ მის სათავეში. წარმოიდგინეთ, რომ ბერეზოვსკი, რომელიც იყო ქუჩის კაცი უბრალოდ, რომ ტაშკენტასი და ესეთ ქურდების მეშვეობით პატარა კაცშვილის ჩამოყვანილი არჩევდა საქმეებს ქუჩაში, უცბად გახდა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი და მან დაიწყო პრაქტიკულად ორი ჩეჩნური ომი რუსეთში. აქედან გამომდინარე, უნდა გვესმოდეს ვისთან გვაქვს საქმე. ეს ერთი მხრივ, მაგრამ მეორე მხრივ ბუნებრივია, რომ არც უკრაინული, არც ქართული საზოგადოება არ დაუშვებს იმას, რომ რუსეთის არჩევნების წინ ამ ქუჩის მებრძოლებმა მოახერხონ პოლიტიკაში მოსვლა. პოლიტიკაში ისინი ვერ მოვლენ ვერც უკრაინაში, ვერც საქართველოში, იმიტომ რომ მათი ბინძური, წარსული აწყო და მომავალი ყველა მძეპერათიც. ამიტომ ისინი ეცდებიან უბრალოდ დესტაბილიზაციას. და რატო შეიძლება გამიგრძელო და უცებ დავამთავრებ, იმიტომ რომ რა უნდათ მათ რისთვის აკეთებენ? მათ სურთ, რომ ამ ქვეყნების, ამ ხალხის, ამ ადამიანების ხარჯზე მოაგვარონ საკუთარი პრობლემები პუტინის ხელისუფლებასთან. ანუ შეასრულონ ის ოცნებები, რომლებიც პუტინს აქვს ამ ქვეყნებთან მიმართებაში, გაანადგურონ მაქსიმალურად სახელმწიფოებრიობა ჩვენთან უკრაინაში და პუტინისთვის არასასრულო სხვა ქვეყნებში და შემდეგ ამის ხარჯზე მოიპოვონ საკუთარი თავისუფლება პუტინისგან. რომ არ გაიმეორონ თქვათ ლიტვინენკოს ბედი. აი ეს არის და ამბობთ, რომ ისინი მოქმედებენ ერთად, თქვათ ერთი სცენარით, ან შესაძლოა სხვადასხვა ნახეთ, რომ როგორც პატარა კაცშვილმა დაიწყო ეს დესტრუქცია, მაშინვე მიიღო მხარდაჭერა ბერეზოვსკისთან საქართველოსთან მიმართებაში, ეს ინტერვიუც იყო. ბატონ გივი, ჩვენმა ყველა სტუმარმა, რომელიც გადაცემაში გვეყოლება, უნდა ისაუბროს არჩევნებზე. მე მინდა ვისარგებლო შემთხვევიდან დაგისვათ ერთი შეკითხვა. დღეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა თქვეს, რომ პრეზიდენტს არ ჰქონდა უფლება საკრებულოში გამოსულიყო, როდესაც ის არის კანდიდატი და იქ ჩაეტარებინა შეხვედრა. მე მაინტერესებს თქვენ როგორ უპასუხებთ ოპოზიციის წარმომადგენლებს. მე არ ვიცი, თუ ისინი აპირებენ არჩევნების ბოლომდე მხოლოდ დესტრუქციულად მოიქცენ და ანუ ისაუბრონ რაღაც მხოლოდ სხვის დარღვევებზე და ამ შემდეგ და არ წარმოადგენენ საკუთარი ხედვა იმის გამო, როგორც ჩანს ეს ხედვა არ გააჩნიათ საერთოდ. ეს მათი საქმეა, ბუნებრივია, მაგრამ დარღვევებს არ აქვს ადგილი, ხა ელემენტარულად ძალიან სწრაფად გეტყვით, ახლა რატო შევიდა სააკაშვილი საკრებულოს შენობაში? იმიტომ შევიდა, რომ ეს შეუძლია გააკეთოს თითოეულ კანდიდატს, ისევე შეუძლია გაჩეჩილაძე შევიდეს იქ თუ პატარკაცშვილი თუ ნათელაშვილი. აქ არავინ არ აბრკოლებს მათ ამ უფლებას. ბუნებრივია, იქ თუ რაღაც გადასახადია, ამას იხდის შტაბი შესაბამისად და რატო აძლევდა თქვათ დავალებებს მინისტრებს, ეს დავალებებს არ აძლევდა იქ სააკაშვილი მინისტრებს. სააკაშვილს ჰქონდა პრეზიდენტობის პერიოდში შესაბამისი დავალებები მიცემული და შეახსენა ეს დავალებები და ის არის მართველი სახელმწიფო ძალის ლიდერი და აქედან გამომდინარე,აფერი საკვირველი ამაში არ არის. მე ვფიქრობ, ეს ერთი კურსია იმ ხალხს, ვინც არის ხელისუფლებაში და ის რომ სააკაშვილი გადამდგარია, არ ნიშნავს, რომ ამ კურსზე არ შეუძლია მას ისაუბროს. ძალიან დიდი მადლობა. მე შეგახსენებ, ჩვენი სტუმარი იყო საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე გივი თარგამაძე. მეტეხის ვალდებულება ასე დაარქვა შალვა ნათელაშვილმა თავის საპრეზიდენტო პროგრამას. პრეზიდენტობის კანდიდატმა ქვეყნის განვითარების თავისი ხედვა მეტეხის ტაძრის ეზოში წარმოადგინა. შალვა ნათელაშვილი ჩვენი გადაცემის სტუმარია. ბატონო შალვა, საღამო მშვიდობისა.
გამარჯობათ, ახლა დიცემბრის მანიჭებს თქვენთან პირდაპირ კონტაქტი ეთერში. მე და გიორგი მეგობრობდით, ჩემს თვალწინ გაიზარდა მისი სიკვდილი და დაკარგვა. ჩემს გულშიც, ჩვენთან მოქალაქეების გულშიც დღემდე იერად რჩება. მე მინდა გისურვოთ თქვენ ოჯახს, თქვენ ჯილაკს გამრავლება, გაძლიერება, კარგად ყოფნა, ისევ როგორც სრულიად საქართველოს თითოეულ ტელემაყურებელს, ვინც ახლა გვისმენს. მადლობთ ბატონ შალვა. მადლობთ, გადავიდეთ თქვენს საპრეზიდენტო პროგრამაზე. თქვენ დღეს თქვით, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტს, როდესაც მოხვალთ თანამდებობაზე, გააუქმებთ აუცილებლად. ცოტა ხნის წინ ამბობდით, რომ თქვენ ვერავის ვერ ანდობდით პრეზიდენტის თანამდებობას. რა მოხდა ამ დღეებში? რატომ შეცვალეთ, ასე ვთქვათ, გადაწყვეტილება? მე იგივე ვარ, მარად არაფერი არ შემიცვლია. მინდა მოგახსენოთ, 10 მაისს გახსოვთ თქვენ პარლამენტის წინ მოწვეული ლეიბორისტული პარტიის მიერ ორგანიზებული მრავალათასიანი მიტინგი, სადაც სხვათა შორის დაიწვა სააკაშვილის თვითული და იქ გაცხადა ჩვენს მიერ საპრეზიდენტო ინსტიტუტის გაუქმების აუცილებლობა, რასაც ხალხი შეხვდა ტაშით და ეს იდეა აიტაცა მთელმა პოლიტიკურმა სპექტრმა. ამისათვის ვართ მათი ძალიან დიდი მადლობელი და სწორედ ამიტომ ვთქვი, რომ მე ვარ გარანტი ჩემი სულიერი, ჩემი პოლიტიკური მდგომარეობით, ჩემი დაპირები და სიტყვით, რომ ეს ინსტიტუტი გაუქმდება და სხვას ვერ ვამდობ მეთქი მის გაუქმებას. მე არ ვიცი, ვის შეიძლება გაუქმდეს ეს, ვის არ შეიძლება გაუქმდეს, შეიძლება ღრმად ვცდები, ყველა კანდიდატი ჩემზე ღირსეულია, მაგრამ მე ვიცი ჩემი თავის, მე ვიცი რას გავაკეთებ და ეს გქონდა სწორედ მხედველობაში. ბატონ შალვა, თქვენ თქვით, რომ პრემიერ-მინისტრად მოიაზრებთ სულ სხვა ადამიანს და ეს არ იქნება ლეიბორისტული პარტიის წევრი. თქვენ რა თანამდებობაზე იქნებით თუ გახდებით პრეზიდენტი და შემდეგ გააუქმებთ პრეზიდენტის თანამდებობას? რა თანამდებობაზე წარმოგიდგენიათ თქვენი თავი? ვახო, რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის თანამდებობას, რაც შეეხება პრეზიდენტის პოსტის დემონტაჟს, ამასთან დაკავშირებული იურიდიულ პროცედურებს, ეს ცალკე საუბრის თემა, მათ შორის იურისტების მონაწილეობით. ეს არის რეფერენდუმის თემა, ეს აუცილებლად მოხდება, მაგრამ სანამ ეს მოხდება, აი ჩვენი დღევანდელი მეტეხის დალოცულ ფუძესთან აღებული ვალდებულება, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ეს არის აუცილებლად გასაკეთებელი, იგი არ გახლავთ პროგრამა, პლატფორმა, წინასაარჩევნო დაპირება, ეს ყველაფერი მოცდა, ეს არ არის ხელშეკრულება ხალხთან, რაც გააკეთა ყოფილმა პრეზიდენტმა თავის დროზე და ყველაფერი დაარღვია, როგორც ჩვევია მიუნჰაუზენს. ეს არის ვალდებულება, რომლის შესრულების გარეშე ვერც ერთი ხელისუფალი ვერ გაჩერდება თავის კაბინეტში და ყველას ისევე მიადგება ჩვენი ხალხი, როგორც აი ამ 7 ნოემბერს და ამ დღეებში ხდება. ამდენად ვისაუბროთ ამ ვალდებულებაზე, რომელიც მოიცავს პირველ რიგში სოციალურ პრობლემატიკას, პირველ რიგში მოიცავს იმას, რომ ხალხის გამგებლობაში უკან დავაბრუნოთ ყველაფერი, რაც სააკაშვილის რეჟიმმა გაყიდა, გააჩუქა, გაასხვისა, სტრატეგიული სიმდიდრეები, ტყეები, ჭალები, არაგვი, წყალკანალი, ოქროსაბადო, ჭიათურმანგანუმი, სანაოსნო, ავიაცია, ფაბრიკები, ქარხნები, სკოლები, საბავშვო ბაღები, ინსტიტუტები, ეს ყველაფერი უმოკლეს დროში ჩემი პრეზიდენტად არჩევისთანავე გადავა ხალხის რაც უცხოელმა ინვესტორმა იყიდა ბატონო შალვა იმის დაბრუნებას როგორ აპირებთ? რომელი კანონიერად შეიძლება ინვესტორები არიან სააკაშვილები, ნოღაიდელები, ბედუქიძეები, ბეჟვაშვილები და მათ გაფორმებული აქვს ეს საინვესტიციო ორგანიზაციები ოფშორულ კუნძულებზე, ლონდონში, მარშალის, კანარის არქიპელაგებზე და ქვიათ რაღაცა უცხოური სახელები, travel company, რაღაცა რო უფრო self-employed და კარგად დავაბიო. თქვენ სასამართლოში შეგიძლიათ ამის დადასტურება, ფაქტებით, საფრთხე. ამის დამადასტურებელი ფაქტები მოიძიეთ პირდაპირ ინტერნეტში, შედით თითოეული ჩვენი მინისტრის, პრეზიდენტის, მისი ოჯახის წევრების გვარებზე და იქიდან ამოარდება მთელი ინფორმაცია, რანაირ რიდიკულობაზე არ ჭირდება ამას. ამდენად აღსგება ეს მდგომარეობა, ხალხს დაუბრუნდება თავისი დასაბრუნებელი, დაუყოვნებლივ მოხდება გადასახადების განახევრება შუქზე, გაზზე, კომუნალურ მომსახურებაზე, ტრანსპორტზე, აუცილებლად გაუქმდება წყლის გადასახადი 26,000 მდინარის ქვეყანაში არ შეიძლება მოსახლეობა იხდიდეს წყალზე გადასახადს, არც სასმელზე და არც სარწყავზე, მოისპობა კოლექტიური მრეწველობის ინსტიტუტი, აღსდგება სოფელი თავისი ისტორიული ტრადიციული დანიშნულებით, აღსდგება გადამამუშავებელი მრეწველობა, ყველა სოფელში გაიხსნება ხილის, ციტრუსის, ყურძნის, მანდარინის, ხორცპროდუქტების, მიმღების სახელმწიფო პუნქტები და მერე იმ სახელმწიფო მკეთილინებოს და როგორც უნდა გააკეთოს მისი რეალიზაცია, სადაც უნდა გაიტანოს, სადაც უნდა გადაამუშავოს, გლეხებზე იქნება გაცემული შეღავათიანი კრედიტი, ოჯახი გახდება იურიდიული პირი თავისი საბანკო ანგარიშით და როგორც კი მოხდება ხელმოწერის ცერემონიალი ახალგაზრდებს შორის სახელმწიფო გახსნის ოჯახზე საბანკო ანგარიშს და გადარიცხავს ბიუჯეტიდან
2000 ლას. შეიძლება მაპატიეთ ვახო სააკაშვილმა ერთი ღამის გათევაზე მცურავ ჰოტელში, ჰოლანდიურ ჰოტელში ათენის ოლიმპიადის დროს გადაიხადოს 60,000 евро და ჩვენ ბიუჯეტს ამის საშუალება აქვს, რატომ არ შეიძლება რომ ახალგაზრდა ოჯახებს გაუხსნათ ანგარიში, გადაურიცხოთ ეს თანხა და პირველსავე ბავშვზე კიდევ დაემატოს 1000 ლარი, მეორე ბავშვზე კიდევ 1000 ლარი. რატომ არ შეიძლება ჩვენ გქონდეს უფასო განათლება, ბაღიდან დაწყებული, სკოლით გაგრძელებული, უნივერსიტეტი დამთავრებული, როცა ეს წესი მოქმედებს დღევანდელი ცივილიზებული ევროპის ძირითად ტერიტორიებზე, მათ შორის გერმანიაში. რატომ არ შეიძლება? დაგისვამთ ერთ შეკითხვას, ბატონ შალვა, მე მინდა ჩვენ პროგრამაზე მე მინდა ჩამოთვალო ეს ჩემი ვალდებულებების ძირითადი ნუსხა და შემდგომ შეკითხვები. როგორ დაგისვამთ? კი ბატონო, თუ შეიძლება დაგისვამთ შეკითხვას ჩვენ პროგრამაზე, ჩვენი ინტერვიუს ბოლოს მოკლედ კიდევ ვისაუბრებთ. ბატონ შალვა, ერთიან საკადრო საკითხები გაინტერესებს, ვისაც იქნება, ხო? დიახ, ძალიან ეს ყოველთვის მაინტერესებს მე. ეს ყოველთვის საინტერესოა, ბატონ. პრეზიდენტად მოსვლისთანავე, აი ეს ჩვენი 15 წლიანი ბრძოლის შედეგი დავაგვირგვინო იმით, რომ ხალხმა იგრძნოს ბატონყმობა გაუქმდა, სახელმწიფოს დიქტატურა მოისპო, რომ სახელმწიფო არის მათი მსახური მორჩილი, სახელმწიფო და მთავრობა ზრუნავს იმაზე, რომ მათ აიღონ ნორმალური ხელფასები, პენსიები, კომპენსაციები, ისინი მუშაობდნენ, რომ მათ ჰქონდეთ ადამიანური გადასახადები და ზოგიერთი გადასახადი არაადამიანური საერთოდ გაუქმებულია, რომ მათ ჰქონდეთ შვილების გაზრდის გარანტიები, მათ ჰქონდეთ ოჯახის შექმნის პერსპექტივები, რომ საქართველო აღარ იცლებოდეს ჩვენი ჯიშისგან, გენისგან, ჯილაგისგან, რომ ყველა სოფელში, ყველა თემში, ყველა დაბაში იყოს მოქმედი ეკლესია, რომელიც იქნება ჩვენი უნივერსიტეტი, ჩვენი სკოლა, ჩვენი სულიერების ცენტრი, ჩვენი ყაზარმაც კაი გაგებით, სულიერი გაგებით, აი ეს აინტერესებს ჩვენს მოსახლეობას პირველ რიგში და შემდგომ პრეზიდენტის პოსტის გაუქმება, პრემიერ-მინისტრი, მინისტრები შეირჩევიან არაპარტიული პრინციპით, ვახო, არაპარტიული ღმერთმა დაგვიფაროს მოვიდა მოქალაქეთა კავშირის მთავრობა, რა ქნა დაინახეთ, მოვიდა რაცმოძრაობის მთავრობა, რა ქნა დაინახეთ, არ იქნება ეს ლეიბორისტული მთავრობა, ეს იქნება ეროვნული ერთიანობის მთავრობა, სადაც ჩვენ მოვიწევთ ყველა ოპოზიციურ ძალას, ყველა საზოგადო მოღვაწეს, ყველა მეცნიერს, ყველა ექსპერტს, სოფლებში მოვძებნით ნიჭიერ განათლებულ ორგანიზატორებს, რომლებსაც არ აქვს თავიანთი ტალანტის გაშლის საშუალება, იმიტომ რომ სააკაშვილისა და მისი გარემოცვის გამო მთელი ქვეყანა შეიჭამა, გაგონილი ერთი ძმა იყოს მინისტრი, მეორე დეპუტატი, მამა იყოს კომიტეტის თავმჯდომარე, შვილი მინისტრი და ქვეყანაში იყოს კატასტროფული უმუშევრობა, მათ შორის ტალანტი ადამიანები იყვნენ დეპრესიაში და გარბოდნენ აქედან. საქართველოს გადავწევთ ხალხს სამართავად. დაგისვამთ ახლა შეკითხვას პროგრამაზე ვისაუბრეთ, მე მგონი. პროგრამაზე ვერ ვისაუბრეთ, ძალიან ბევრი დაგვრჩა სათქმელი, მე მინდა აღვნიშნო, რამდენიმე მომენტი საუბარზე, რომ არჩევითი გახდება თანამდებობები ისეთი, როგორიც არის მოსამართლე ხალხი აირჩევს, პოლიციის უფროს ხალხი აირჩევს პირდაპირ კენჭისყრით. ეს როგორც ამერიკაში, ახლა ამერიკაში ამათ ცუდი რამეები ისწავლეს, ეთქობა ან იქაც არ არის ეგეთი რამე, რაც ესენი აკეთებენ, რა ისწავლეს ვერ გავიგე, იმაში რო არის, რა ქვია, ყვარყვარეში რა ისწავლა ამ ჩემი ცოდვის წმინდა მიხეილის სკოლაშიო, დაახლოებით ეგ სიტუაცია, ამდენად არჩევითი იქნება გამგებლები, მერები, მოსამართლეები, პოლიციის უფროსები, ზრუნვით იქნება გარემოსილი სახელმწიფო აპარატი, ჩვენ არ ვაპირებთ არავის გაყრას, აღდგება ყველა უკანონო დათხოვილი ნაადრევად პენსიაზე გაშვებული ადამიანები, რომლებიც ერთიანი კანდიდატი რო ყოლოდა ოპოზიციას, თქვენ ოპოზიცია შეძლებდით გამარჯვებას არჩევნებში უფრო ადვილად. როცა არ აყავს ოპოზიციას ერთიანი კანდიდატი, ეს ამცირებს თუ აძლიერებს თქვენს შანსებს საპრეზიდენტო არჩევნებში? ამ შემთხვევაში ვახო რატო ვერ გავიდა თქვენი კანდიდატურა საბჭოში და შემდეგ თქვენ საბჭო დატოვეთ? დიახ, ჩემი კანდიდატურა ხომ არ აღიქვეს ერთგვარად ძლიერ კონკურენტად, თავად საბჭოში, საბჭოს წევრები. არ ვიცი, ვერ გეტყვით, ჩემი კანდიდატურა პრეზიდენტის პოსტზე დგას 2003 წლის სექტემბრიდან. ეს ყველა პოლიტიკოს კარგად მოიხსენება, ამდენად რაიმე გასვლა და კენჭისყრა არ სჭირდებოდა საბჭოს პატივცემულმა წევრებმა, ჩემმა მეგობრებმა, რომლებთან ერთადაც გავატარე აი ეს ბრძოლის ნოემბრის წინველი დღეები და მე მადლობას ვეუბნები მათ ამისათვის, იმ წუთებისათვის, იმ წამებისათვის, ერთად ვიდექით, ჩათვალეს, რომ რეიტინგი მე მქონდა ნაკლები, მეტი რეიტინგი ჰქონდა სხვა ღირსეულ ოპოზიციურ ლიდერებს და მიიღეს თავიანთი გადაწყვეტილება, რასაც ჩვენ პატივს ვცემთ, მაგრამ ჩვენ ვიმეორებ, გვაქვს ჩვენი ვალდებულება, ჩვენი პასუხისმგებლობა ქვეყნის წინაშე, ჩვენ ვართ 15 წელია პოლიტიკური ძალა, რომელსაც არ გადაუხვევია თავისი გეზიდან, არ ურბენია პარტიიდან პარტიაში, ბლოკიდან ბლოკში, მთავრობიდან მთავრობაში, არ დათანხმებული არანაირ შიდა და გარე შემოთავაზებებს, დგას ხალხის გვერდით, ცხოვრობს ხალხის ცხოვრებით, გვაქვს უხილავი ძაფები ადამიანების გულებთან და მათი პრობლემა და მათი სატკივარი არის ჩვენთვის ხშირად უფრო მეტი ტრაგედია, ვიდრე კონკრეტული დაზრალებულისათვის. ეს დავამტკიცებთ ჩვენ ბრძოლით,
ქუჩაში დგომით, ეს დავამტკიცებთ თავის დროზე სკოლების, ბაღების, საავადმყოფოების გადარჩენით, ეს დავამტკიცებთ თავის დროზე ელექტროტარიფების დაწევით, გახსოვთ ის ცნობილი ჩვენი პრობლემატიკა უფასო სასწრაფო სამედიცინო დახმარებით, რომელიც ერთ ეტაპზე გაჩერდა და აღარ გადავიდა ოპერაციებზე, რეანიმაციებზე, სერიოზულ ეტაპებზე და მოგვატყუა ყოფილი პრეზიდენტმა ამ საკითხშიც. ამდენად ჩვენ ვართ ეროვნული ძალა, ჩვენ ვართ მართლმადიდებლური ძალა, ინოდულად ვართ ინტერნაციონალური ძალა, ჩვენთან გაერთიანებულია ყველა ერის და ეროვნების ადამიანი, სომხები, აზერბაიჯანელები, რუსები, უკრაინელები, ებრაელები, ანუ ჩვენ ვაერთიანებთ მთელ საქართველოს, ეს გაერთიანების მდგომარეობა გაგრძელდება, პრაქტიკულად დავამტკიცებთ იმას, რომ ქვეყანას გადავარჩენთ რამდენიმე თვეში. მადლობთ ბატონ შალვა, დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში. ჩვენ ახლა რეკლამას გამოაცხადეთ, შემდეგ კი ჩვენი სტუმარი იქნება მოსკოვიდან პირდაპირ ეთერში ჩაგვერთვება კონსტანტინე ბარავოი, პოლიტოლოგი. დროებით. გადაცემა არჩევანი კვლავ პირდაპირ ეთერშია. როგორ მორჩანს საქართველოში მიმდინარე პროცესები მეზობელი სახელმწიფოდან, რუსეთიდან, მოსკოვის დედაქალაქიდან პირდაპირ ეთერში გვერთვება константине Баровой, политологи. Константин Натанович, добрый вечер, приветствуем из Тбилиси. Большое спасибо за то, что вы принимаете сегодня в нашей передаче участие. Спасибо, добрый вечер. Константин Натанович, вот у нас картина-то такая, 19 кандидатов на пост президента. Как вы думаете, это нормально, когда вот в таком маленьком государстве на пост президента баллотируется 19 кандидатов? Мне кажется, что это хорошо. Это означает, что каждый человек, у которого есть какие-то политические взгляды, может выдвинуть свою кандидатуру. Для этого не нужно 20 миллионов долларов вносить в залог. Нужно иметь просто гражданскую позицию. Это признак демократии. Хорошо. Константин Натанович, как видно из Москвы, что происходит сегодня в Грузии? Какие процессы здесь идут? Ну, мне кажется, что Михаил Саакашвили столкнулся с настоящей очень мощной агрессией со стороны России, финансовой, идеологической. И это было все очень серьезно, очень опасно для Грузии. И было видно растерянность наших идеологов, политологов и политтехнологов, когда он совершил очень сильный политический шаг, предложил выборы президента. Он поступил очень смело. Я восхищаюсь им. Как вы оцениваете события 2-7 ноября, которые происходили в Тбилиси? Оппозиция здесь говорит, что в стране фактически нет демократии после событий 7 ноября. Я думаю, что это сложнее все. Безусловно, есть политические силы, которые хотят высказываться, хотят выражать свои позиции, и они достаточно умело были использованы, эти политические силы, силами внешними, находящимися в России, для того, чтобы дестабилизировать ситуацию в Грузии. Мне из Москвы это виделось как очень опасная ситуация. Грузия действительно была на грани каких-то очень сложных событий. И государство существует только тогда, когда может себя защищать. И то, что президент пошел на очень серьезные шаги, свидетельствует о том, что он в состоянии и заинтересован в сохранении Грузии как независимого государства. К сожалению, это и в России бывает, и в других странах, слабые политические силы, но они менее ответственны, они могут позволить себя использовать для каких-то третьих сил. Вот он продемонстрировал, президент Грузии продемонстрировал, что он этого не позволит, и сразу после этого сделал сильный, очень сильный шаг, заявил о выборах, и здесь в Москве было видно, как растерялись те, кто готовил эти события, кто фактически осуществлял их.
Здесь несколько дней была такая растерянность. Наши политтехнологи не знали, что говорить по поводу событий. Почему? Они думают, что они проиграли игру? Я думаю, что это проигрыш. Проигрыш тех, кто хотел вызвать в Грузии хаос финансовыми ресурсами, организационными. Им этого не удалось. С помощью кого? С помощью каких сил Россия может сегодня в Грузии вызвать дестабилизацию? Ну, связей очень много осталось между Россией и Грузией. Остались финансовые механизмы, финансовые инструменты, организационные. Мне казалось, отсюда видно было это как такое очень мощное воздействие идеологическое, организационное, информационное. Основные государственные каналы занимались, в общем, антигрузинской пропагандой в течение нескольких месяцев. И было видно, что готовится вот эта информационная агрессия. И, к счастью, им этого не удалось. Константин Натанович, я не знаю, вы имели ли в виду Патаркацишвили, наверное, это так. Вот есть версия, что Патаркацишвили и Кремль действуют вместе. Как вам это кажется? Мне кажется, что в Москве сегодня существует организационная группа, которая координирует совместные действия, координировала касающиеся Грузии. Они используют все возможные механизмы. И основной сегодня механизм – это механизм финансовый. Если подпитывать тех, кто готов поработать на нестабильность Грузии, то вот эту нестабильность можно вызвать. Для этого использовались все возможные рычаги. К сожалению, использовались и связи с предпринимателями в Грузии. სამწუხაროდ ტექნიკური პრობლემა, იმედია გასწორდება და ჩვენ გვექნება შესაძლებლობა განვაგრძოთ ინტერვიუ კონსტანტინე Барабоевთან. მე ვთხოვ ტექნიკურ სამსახურს, მე მგონი უკვე ყველაფერი წესრიგზეა. Константин Натанович, вы в прямом эфире, вы что-то говорили насчет вот этой дестабилизации, я вас слушаю. Я говорил о том, что сегодня в Москве вот этот штаб, условно говоря, который координировал эти действия, а в этом нет никаких сомнений, он делал это информационными ресурсами, финансовыми ресурсами, и использовались все возможные механизмы, все возможные связи, все возможные каналы, связанные с крупными организациями, крупными предпринимателями, которых можно использовать, информационные ресурсы, использовались спецслужбы. Это была агрессия, настоящая агрессия против Грузии, потому что это способ, так сказать, расширять империю. Сегодня такая позиция России, позиция Кремля по отношению к Грузии соответствует новой идеологии имперской. Константин Натанович, вот на этой, извините, я вас перебиваю, вот на этой фоне напряженности в Грузии возникла идея нейтралитета. На ваш взгляд, что будет приносить эта идея нейтралитета? Что это означает для Грузии? Какое будущее нейтралитет обещает Грузии? Я боюсь, что нейтралитет для Грузии сегодня – это непозволительная роскошь. Соседи Грузии, те, кто пытается бороться с независимостью Грузии, не позволят ей быть нейтральной. Мне кажется, что это было бы ошибкой, если бы Грузия вместо сотрудничества с Западом, сотрудничеством с НАТО пыталась выбрать какой-то третий путь, потому что это очень опасно. В этом случае Грузия стала бы беззащитной. Я, как сторонник независимости Грузии,
поддерживала бы идею не нейтралитета, а сильной, защищенной Грузии. А вы говорите, что Грузия в случае нейтралитета окажется 1 на 1 перед Россией. Я намекал на это, потому что мы знаем с вами, что значительная часть территории Грузии сегодня оккупирована по существу российскими войсками, и в этих условиях нейтралитет означал бы смириться с статус-кво, смириться с этим положением, что, мне кажется, недостойно сильного независимого государства. Константин Натанович, вот все эти процессы затормозовали ли интеграцию Грузии в западные организации, в том числе в НАТО? Я надеюсь, что нет. Я надеюсь, что если бы вот этот сложный процесс, напоминающий даже гражданскую войну, продолжился бы в Грузии, да, все было бы очень сложно. Но президент Грузии нашел выход, который продемонстрировал всему миру, что это сильное, независимое, демократическое государство. Вот этот его смелый шаг продемонстрировал, что он лидер мирового уровня, способный вот всю свою силу, все свои возможности, так сказать, передать народу для того, чтобы народ еще раз либо подтвердил, либо отказал ему в доверии. Чем... Но у меня ощущение... Да, слушаю. Но у меня ощущение, что в этих условиях, когда в Грузии появился такого уровня лидер, народ не может не оказать ему доверия. Константин Натанович, вот в этой сложной ситуации, чем может Запад помочь Грузии? Какими средствами? Как? Каким путем? Я боюсь, что если не будет присутствия Запада, если Запад не будет достаточно внимательно отслеживать эту ситуацию, Грузия может еще несколько раз подвергнуться разным формам агрессии. И Запад в данном случае выступает гарантом независимости, в общем, не очень сильного государства по сравнению с Россией. И если Запад оставит Грузию 1 на 1 с Россией, то могут начаться очень опасные процессы, и мы видим на примере Южной Осетии и Абхазии, что эти процессы могут сопровождаться вооруженной агрессией, такой неприкрытой. Константин Натанович, ваш прогноз, что будет в Грузии после президентских выборов, после 5 января? Кто победит и так далее? Ваш прогноз, если можно. Мне кажется, что Грузия, как бы ни были сложны процессы, которые сейчас там происходят, она демонстрирует приверженность демократическим ценностям. И в первую очередь это сделал президент. И у меня ощущение по последним событиям, по последним действиям оппозиции, что и она вдруг почувствовала высокую ответственность за независимость Грузии, за сохранение этих демократических институтов, демократических инструментов. Я не вижу в Грузии политика, равного Михаилу Саакашвили, и я очень надеюсь, что Грузию будет возглавлять сильный лидер, такой как нынешний президент. Тогда сам по себе этот лидер может быть гарантом независимости государства. Константин Натанович, в конце нашей беседы я хотел бы спросить о выборах, парламентских выборах, которые пройдут в России 2 декабря. Какие там ожидания насчет этих выборов? К сожалению, демократические процессы были заторможены нынешней властью. Вы знаете, началось это давно, несколько лет назад, когда были отменены
выборы губернаторов, когда был разными способами свернут демократический процесс в России, в том числе и под лозунгами борьбы с терроризмом. Сегодня в России очень слабая демократия, очень слабое гражданское общество, очень сильно запуганный народ, и я думаю, что Россия погружается постепенно в такое состояние спячки, которое мы видели в Советском Союзе вот в период брежневского правления. Вот, свидетельств тому, что какие-то положительные тенденции появятся, будет развиваться гражданское общество, нет, потому что каждый день мы все дальше и дальше удаляемся от сформулированных в Конституции России принципов вот, независимости и демократии, к сожалению. Константин Натанович... Я думаю, что... Да, пожалуйста. Слушаем. Да. Я думаю, что результаты выборов предопределены, и ничего хорошего для России от того, что в России перестанет существовать институт парламентаризма, ничего хорошего в этом, конечно, нет. Константин Натанович, огромное вам спасибо за участие в нашей передаче. Спасибо, до свидания. მე შეგახსენებთ, რომ მოსკოვიდან პირდაპირ ეთერში კონსტანტინე ბოროვოი პოლიტოლოგი საუბრობდა, ჩვენ პირდაპირ ეთერში რამდენიმე წუთში რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით. გადაცემა არჩევანი კვლავ პირდაპირ ეთერშია, ჩვენ სტუდიაში ბრუნდებით საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად. მე გაგაცნობ ჩემს სტუმრებს ბიძინა გეგიძე, ნინო ბურდული, ზაზა სამადაშვილი, დათო საყვარელიძე, საღამოშვიდობისა. ბატონებო და ქალბატონო ნინო და ჩვენ მილანიდან ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში კახი კალაძე. სანამ კახი კალაძეს გავესაუბრებით, მანამ ჩემი სტუდიის სტუმრებთან დავიწყებ საუბარს. ქალბატონო ნინო, საზოგადოების ბევრი წარმომადგენელი ბოლო დღეებში აი სადაც დაიწყო საპრეზიდენტო არჩევნების კამპანია, ჩანს პოლიტიკოსების გვერდით. აი თქვენი აზრით, რატომ ხდება ეს? საზოგადოება უნდა იყოს ასეთი აქტიური თუ რაღაც არანორმალური სიტუაცია და ამიტომ უწევთ თქვა მსახიობებს, ფეხბურთელებს რომ დადგნენ პოლიტიკოსების გვერდზე? მე მგონია, რომ ეს ამ არანორმალური სიტუაციის გამო ხდება, რა თქმა უნდა, მაგრამ ამ არანორმალურ სიტუაციაში ეს ნორმალურია, იმიტომ რომ არსებობენ ყველა დროში და ყველა ქვეყანაში საზოგადოებრივად აქტიური ადამიანები, რომლებიც ამ თავის აქტიობას რაღაც კალაპოტში ათავსებენ. მე თვითონ ასეთი გახლავართ, მე მიუხედავად იმისა, რომ აქტიურად მოღვაწეობ ჩემს სფეროში და მაქვს რეპეტიციები და სულ დასაქმებული ვარ, მაინც გადავწყვიტე პოლიტიკაში შესვლა, ასე ვთქვათ, წასვლას ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ ჩემ პროფესიას თავს არ ვანებებ. მე გახლავართ უკვე პოლიტიკური პარტიის საქართველოს გზის წევრი. მე მგონია, რომ სხვაებიც ალბათ ამის გამო იქცევიან ასე. უბრალოდ ზოგი შედის პოლიტიკურ პარტიაში, ზოგი საზოგადოებრივ არასამთავრობო ორგანიზაციაში ერთიანდება და რაღაცნაირად აქ უკვე იმაზე არ არის, რომ აფიქსირებს თავის პოზიციას, აქ არის უკვე მოღვაწეობს იმისათვის, რომ სიტუაცია, რომელიც არ მოსწონს საზოგადოების გარკვეულ ნაწილს, საერთო ძალისხმევით იქნას გამოსწორებული. მე მგონი, აი ეს პროცესი ხდება ეხლა ჩვენთან და უნდა გითხრათ, რომ ამაში ცუდ თავისთავად ვერაფერს ვხედავ, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან ცოტა ხანში, სულ 2 წელიწადში გვიწევს ფაქტურად იმ ძალიან გრძელი და რთული გზის გავლა, რაც ცივილიზებულმა ქვეყნებმა გაიარეს საუკუნეების მანძილზე. ანუ საზოგადოებად ვყალიბდებით ახლა, ჩვენი უფლებების დაცვას ვსწავლობთ ახლა და ყველას თავისი გზა აქვს, როგორ ისწავლოს და როგორ განახორციელოს ეს თავისი უფლებები დღევანდელ მოცემულ, ჩემის აზრით, არანორმალურ პირობებში. ბატონ ზალო, იმავე შეკითხვას დაგისვამთ თქვენ, აი რატომ ხდება, რომ პოლიტიკოსების გვერდზე აღმოჩნდებიან ხოლმე სპორტსმენები, მსახიობები, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები, მწერლები? რაც დღეს ხდება პრინციპში. ეს ინდივიდუალური საქმე გახლავთ, ინდივიდის გადასაწყვეტია, პიროვნული საქმე არის, ხასიათზე არის დამოკიდებული, არის გარკვეული კატეგორია ადამიანების, რომელიც ასე არ იქცევა, მაგრამ არის მეორე კატეგორია, რომელიც საპირისპიროდ იქცევა. მე აი მეორე კატეგორიას მივეკუთვნები, სწორედ მე მართალი არა ვარ რაც ერთი პოლიტიკური ორგანიზაციის წევრი, მაგრამ მე ვთვლი, რომ ჩემი ცხოვრების და ჩემი ქვეყნის ცხოვრების ამ ეტაპზე
მე საჭირო ვარ ამ ვითარებაში, საჭირო არის ჩემი გამოცდილება, საჭირო არის ჩემი სიტყვა, საჭირო არის ჩემი გვერდზე დგომა, იმ ადამიანების გვერდით დგომა, ვის მოსაზრებებსაც, ვის ტაქტიკასაც, ვის სტრატეგიასაც მე სწორად დამართებულად მივიჩნევ ჩემი ქვეყნის განვითარებისთვის, ჩემი ქვეყნის საზოგადოების პერსპექტივისთვის და ამიტომ ვიქცევი ასე, სხვათა შორის ეს ძალიან გვიან მოხდა ჩემს ცხოვრებაში. ეს დაიწყო 2003 წელს და მაშინ 2003 წელს მე ვიყავი 50 წლის, ისე რომ 50 წლის ასაკიდან მიუხედავად იმისა, მეც ასევე მე ჩემი ხელობა მაქვს, მე მოთხრობებს წერ, მუშაობდი სკოლაში 13 წლის განმავლობაში, ზრუნავდი და ვუვლიდი ბავშვებს, მაგრამ მაშინაც ასეთივე განწყობით ვიყავი, დღესაც იგივე განწყობა მაქვს და მე ვთვლი რომ ჩემი საქციელი არის ძალიან სწორი. მოდი პირდაპირ ეთერში ჩავთოთ კახი კალაძე მილანიდან და შემდეგ განვაგრძოთ სტუდიაში საუბარი. კახი, მოგესალმები. კახი, ჩვენი სტუმრები არიან სტუდიაში ვიძინა გეგიძე, ნინა ბურდული, ზალიკო სამადაშვილი, დათო საყვარელიძე, შენთვის ნაცნობი ადამიანები. მე უპირველეს ყოვლისა მინდა მილანის მერვედფინალში გასვლა მოგილოცოთ და პირველი შეკითხვა. როგორ მოჩანს იტალიიდან ის, რაც დღეს ხდება საქართველოში, მთელი ეს წინასაარჩევნო კამპანია? Ну, რავი, ხა რაც საქართველოში ხდება, მე ვფიქრობ, უცხოეთისთვის ეგ ნორმალური ვითარებაა, იმიტომ 5 იანვარს არჩევნები იქნება, არჩევნებია დანიშნული და თუ ეხა რაც მიმდინარეობს ეს არჩევნო კამპანია ნორმალურია რა. მე ვფიქრობ, რომ ყველა ადამიანს აქვს თავისი აზრის გამოხატვის უფლება, არ აქვს მნიშვნელობა ეს პოლიტიკოსი იქნება, ფეხბურთელი, მსახიობი, უბრალო ადამიანი, უბრალო მუშაობ, ყველა ადამიანს აქვს ჩვენ დემოკრატიულ ქვეყანაში ვცხოვრობ და ყველა ადამიანს აქვს თავისი აზრი გამოხატოს, რაც მე ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია. კახი, თქვენი აზრით, რა იქნება 5 იანვრის შემდეგ? რა მოლოდინი გაქვთ თქვენ ამ საპრეზიდენტო არჩევნებისგან? Ну, მე ვფიქრობ, რომ რაღაც ისეთი განსაკუთრებული არაფერი არ იქნება, რა უბრალოდ რასაც ითხოვდა ქართული ხალხის ერთი ნაწილი, მე არ მაქვს საუბარი მთელ საქართველოზე, იმიტომ რომ არ შეიძლება ითქვას, რომ მთელი საქართველო ითხოვდა ამ არჩევნებს, უბრალოდ ის ხალხის ნაწილი, რასაც ითხოვდა, მე ვფიქრობ, რომ იმ ხალხმა მიიღო რა და ეხლა მათია ყველაფერი დამოკიდებული. არა მარტო იმაზე, ვინც ითხოვდა საერთოდ მთლიან საქართველოზე, აირჩიოს ის ადამიანი, რომელსაც მიიჩნევს ღირსეული იყოს საქართველოს პრეზიდენტი რა. მე ვფიქრობ, რომ ყველა ადამიანს აქვს იმის საშუალება, რომ დააფიქსიროს თავისი აზრი რა, გამოხატოს თავისი შეხედულება, თუ ვინ უნდა იყოს მომავალში საქართველოს პრეზიდენტი რა. მე ვფიქრობ, ეს ნორმალურია. სანამ ეს გადაწყვეტილება გამოცხადდებოდა, გულისხმობ საპრეზიდენტო არჩევნები სანამ დაინიშნებოდა, იყო 7 ნოემბერი. როგორ შეაფასებ ამ დღეს? Ну, მე არა მარტო 7 ნოემბერს, საერთოდ 2 ნოემბრიდან დაწყებულ ვითარებას ძალიან ისეთი გულისტკივილით ვადევნებდი თავს თუ რა ხდებოდა საქართველოში, იმიტომ რომ ძალიან მძიმე იყო ეს ვითარება ჩემთვის, თან როდესაც უცხოეთიდან ადევნებ თავს თუ რა ხდება შენს ქვეყანაში, შენს სამშობლოში, რთულია რა. მიიღო ეს ყველაფერი ისე, იმიტომ რომ საქართველო ნამდვილად განვითარების გზაზე იდგა. ძალიან წინსვლა მიმდინარეობდა თუ რაც საქართველოში გაკეთდა ბოლოს 3 წლის განმავლობაში, მე მგონი დამეთანხმებით, რომ ძალიან ისეთი სერიოზული მიღწევები ჰქონდა ქვეყანას. რა თქმა უნდა, შეცდომებიც იყო, ეგ ნორმალურია, მე ვფიქრობ, არა მარტო მთავრობებს, უბრალოდ ადამიანებს, აი ჩვენსა გვაქვს ცხოვრებაში შეცდომები, უშეცდომო არავინ არ არის, უბრალოდ არ შეიძლება რომ აი ეს რაღაცას აი რაღაც ერთი რაღაცაზე შეცდა რომ ჩავავლოთ ამას ხელი და აი რომ მიმდინარეობდა მთელი ამ წლების განმავლობაში რომ ეს ისე არ კეთდება, ეს ისე არ კეთდება, ქვეყანა ძალიან განვითარდა, ძალიან დიდი ინვესტიციები მოდიოდა უცხოეთიდან, რაც ერთ-ერთი უნიშნელოვანესია საქართველოსთვის, იმიტომ რომ მე აღნიშნე მაშინ 7 ნოემბერს მქონდა 6 ნოემბერს მქონდა ჩარტვა თქვენთან და აღნიშნე რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ინვესტიციებს საქართველოში, იმიტომ რომ საქართველო არ არის ისეთი მდიდარი ქვეყანა როგორც უკრაინა, როგორც რუსეთი, რომ გქონდეს ისეთი რესურსები, რომ ქვეყანა მიარსებოს. რა ძალიან მნიშვნელოვანია ეს უცხოური ინვესტიციები, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ქარხნები გაიხსნება, ფაბრიკები. მართლა ქართული ხალხი ერთ-ერთი უდიდესი პრობლემა არის სოციალური პრობლემა ახლა საქართველოში. არა მარტო საქართველოში, სოფლიოში, ყველგან იგივე ევროპაშიც, იტალიაში
ეგ ყველაზე დიდი პრობლემაა, მაგრამ ამას ყველაფერს დრო ჭირდება 10 წლის განმავლობაში. მე მგონი ყველას გვახსოვს თუ რა ხდებოდა საქართველოში. მგრევის მათი არაფერი არ გაკეთებულა. რამე ეს ყველაფერი მახსოვს, იმიტომ პატარა ვიყავი, ხო და ისიც კარგად მახსოვს თუ აი იყო პერიოდი, როდესაც სწავლა იყო სირცხვილი საქართველოში რა. თუ სწავლობდი, არ იყავი კაი ბიჭი, არ იყავი უკაცრავად რომ ამ სიტყვებს ვიძახი, უბრალოდ ახალგაზრდებს ეგეთი ის ჰქონდათ რა, რომ ცუდი ადამიანი იყავი თუ სწავლობდი, უნდა აგეღო იარაღი, უნდა გეყაჩაღა, უნდა ყოფილიყავი ნარკომანი, ნუ საშინელებები ხდებოდა, რაც ამ 3-4 წლის განმავლობაში ხდება. რა თქმა უნდა არ შეიძლება რომ არ ვთქვა და არ დავინახოთ რა, მაშინ უნდა ვიყოთ დაუნახავი ადამიანები და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რა თქმა უნდა შეცდომებიც იყო და ეგ ნორმალურია. უბრალოდ დღესდღეობით მე ვფიქრობ ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა კიდე საქართველოში არის კვალიფიცირებული კადრების პრობლემა რა. მე თვითონ წავაწყდი ამ პრობლემებს რა, ძალიან დიდი პრობლემა ნახო ისეთი ადამიანი რომელიც კვალიფიცირებულია იგივე აი მიმტანის როლში, ნუ არა აქვს მნიშვნელობა, ყველაფერი ისეთ საქმიანობაში ეგ არის ყველაზე დიდი პრობლემა რა. კახი, თქვენ ჩებით ხაზზე, მანამდე დაგიბრუნდებით რამდენიმე წუთში, ძალიან ცოტა ხანში, მანამდე სტუდიაში გადმოვინაცვლებთ ჩემს სტუმრებთან ისევ. ბატონ ბიძინა, აი თქვენ უსმენთ კახი კალაძეს და თელ ამ მოვლენებს ვიხილავთ გადაცემაში, მთელი გადაცემა უკვე 5 იანვრამდე დაწყებული 2 თვის წინ დაიწყო ეს დაძაბულობა, ხო? რა დაგანახათ თელმა ამ პერიოდმა? მოგესალმებით ტელემაყურებელს. მე მინდა გითხრათ, რომ 4 წელი არ ყოფილა რუსთავი 2 სტუდიაში. დღეს რომ მოვედი, ესეც ალბათ რაღაცაზე მეტყველებს ჩემი მხრიდან ესეთი ნაბიჯი რომ გადმოიდგა. რაც შეეხება აი ბოლო 2 თვის მოვლენებს, მე დამანახა ამ მოვლენებმა ის რომ მიუხედავად იმისა რომ თქვათ რაღაც ნაწილი ადამიანების ფიქრობს რომ ქვეყანა სწორი გზით ვითარდება, იდეოლოგიაში სერიოზული ცვლილებები ხდება და თქვათ სწავლის წურვილი გაუჩნდა ახალგაზრდობას, ასე რაზეც ახლა კახი საუბრობდა. და ამ შემდეგ ბევრი რაღაც კარგი კეთდება თუნდაც, ხო? აი თქვათ გზები იგება. ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ ეს არაფერი არ არის ადამიანის თავისუფლებასთან, ადამიანის ღირსებასთან, როდესაც აი ეს ორი ძალზედ მნიშვნელოვანი ღირებულება არის განიცდის დისკომფორტს და განიცდის შევიწროებას. მე ეს დამანახა ზუსტად ამ 2 თვემ, რომ ადამიანებს არ უღირთ ქართველ ხალხს არ უღირს რაღაც კომპრომისზე წავიდეს თავის ღირსებასთან, კომპრომისზე წავიდეს თავისუფლებასთან. ეს თავისუფლება ზოგადად მოიცავს უამრავ იგივე მედია თქვა და ასე შემდეგ. ეხლა ყველა ეს უკვე ბევრჯერ იყო ამ მისებლის საუბარი და როდესაც დეფიციტი იქნება ქვეყანაში, მაშინ ხალხი აყენებს მოთხოვნებს. ანუ ეს არის თავარი პრიორიტეტები და არა ვთქვათ სხვა რაღაც ის მიმართულებები რაც თქვათ ყველა ხელისუფალი ვალდებულია რომ გააკეთოს. ანუ მოემსახუროს ხალხს და გააკეთოს კარგად. რა თქმა უნდა შეცდომები ხდება ხოლმე. ანუ შეიძლება ვერ იყოს ესე კარგად დაგებული იგივე გზა, არ იყოს თქვათ გემოვნებით შესრულებული რაღაც ფორმები ქალაქში და ასე შემდეგ, ფასადები იქნება თუ შადრევნები, სიტყვები, მაგრამ ამას ყოველთვის აპატიებს ხალხი ხელისუფალს და მისცემს საშუალებას რომ გამოასწოროს. მაგრამ როდესაც არის დეფიციტი ღირსების, შელახვის შევახო მაქვს მეხედველობაში პირველ რიგში თავისუფლების დეფიციტი, როდესაც არის არჩევნის, ხომ, აი როდესაც პირდაპირ ხდება აი ესეთი რაღაც წნეხი, რომ გინდა თუ არა ეს არჩევანი გააკეთე. თორემ და ანუ აი რაღაც ესეთი ისოდე უნდა გეშინოდეს თუ არ გააკეთებ ესეთ არჩევანს და ხალხმა თქვა ძალზედ მარტივად და ძალზედ ამაყად მე ესე ვიტყვი, ჩვენ არ გვეშინია და ჩვენთვის მთავარი არის არა ეს, არამედ ჩვენი ღირსება, ჩვენი თავისუფლება და ჩვენი არჩევანის უფლება. ბატონ დავით, ბატონ ბიძინა საუბრობდა აი სიტყვით გეტყვით კომპრომისზე წასვლა ღირსებასთან და თავისუფლებასთან. უწევს ასეთ კომპრომისზე წასვლა, თქვენ საზოგადოების წარმომადგენელი ხართ, ბევრ ადამიანს იცნობთ, ბევრ ადამიანს ხვდებით, უწევთ ადამიანებს ასეთ კომპრომისზე წასვლა თავისუფლებასთან. არ ვიცი ხა კონკრეტულად რაზე იყო საუბარი, უბრალოდ 2 სიტყვით დავიწყებ იმაზე, რომ არ ვაპირებ პოლიტიკაში
წასვლას არასოდეს არ ყარებია ეს საქმე ნინოს ალბათ თავისი ხასიათიდან გამომდინარე აქვს ეს ბუნებით აქტიურია მე არა ვარ საერთოდ ნერვები მეშლება საერთოდ როცა ხელოვანი ადამიანი პოლიტიკაში მიდის მაგრამ დგება მომენტი როცა რაღაც უნდა გამოხატო შენი ალბათ მოქალაქეობრივი პოზიცია სწორედ ამ პოზიციის გამოხატვის გამოა ეს ჩვენი აქტიურობა არა მარტო ჩემი მთელი საქართველოს და აქ არ არის გამონაკლისი თქვა ხელოვანი თუ არახელოვანი ყველა ამ ქვეყნის შვილი არის ვალდებული რომ რაღაც მოქალაქეობრივი პოზიცია თუნდაც დააფიქსიროს მაინც კომპრომისზე წასვლა რას გულისხმობთ ამ კომპრომისის წასვლაზე უბრალოდ კონკრეტული რაღაც აი ბატონ ბიძინაშვილი როდესაც არა მე მაგალითად ესეთი რაღაც მახსენდება ამ დროს როცა ხედავდი ადრე ჩვენს ჯარისკაცს ცხენოდა თან მეტირებოდა თან რაღაც არ მინდოდა რომ დაენახათ უცხოელებს ეხლა მაგალითად ჩვენი ჯარისკაცების ამ ცხენია თუნდაც შესახედავად მაინც თუ მაგალითად არ დამეთანხმებიან რომ უფრო ძლიერია შეიძლება ეს პრინციპი მაგალითად მე მაგალითად ღირსებას მატებს ჩემ ქვეყანას უყავს კარგი ჯარი ეს ჩემთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი იმიტომ რომ სამეზობლო ქვეყნებში არ მინდა ეხლა შეურაცხყოფა გამომივიდეს მაგრამ ამ 3 წლის წინ ვერ შევადარებდი ჩვენს ჯარს დაუშვათ მეზობელი ქვეყნის ჯარს იმიტომ რომ ეს უფრო იყო მობილიზებული კარგად ჩაცმული თუნდაც აქვე მყოფი ქვეყნები ჩვენი მეზობლები დღეს მე ვამაყობ რომ რაღაც საინტერესო და უფრო ესეთი ეს ღირსებას მატებს მე არ მიტინგს რო არბევს შეიძლება ეს არის კომპრომისი ღირსებასთან ჩემის აზრით იმიტომ რომ უკაცრავად კარგად ჩაცმული ჯარისკაცი რომელიც გაწვრთნილია იმისთვის რომ იბრძოლოს ტერორიზმთან იბრძვის შვიდობიან დემონსტრანტებთან აი ეს არის არა ეს ჯარისკაცები არიან ეს სპეციალური დანიშნულების რაზმი რომელიც ყველა ქვეყანაში არის გაწვრთნილი იმისათვის რომ მასობრივი არეულობის დროს დაამყაროს წესრიგი იმას მოაულებთ იმ ჩვენ ბიჭებში რომლებიც გნებავთ სამშვიდობო მისიას ასრულებენ ერაყში და ავღანეთში გნებავთ სენაკის და სხვადასხვა დათორმიზეც ლაპარაკობდა შეიძლება კონკრეტულად ჯარზე ლაპარაკობდა მაგრამ ჩემთვის ისიც შეიძლება სხვადასხვა რამეა ქალბატონინო ეგინა თქვა რომ სპეცრაზმი არის იმისთვის რომ შვიდობიანი დემონსტრაცია დაარღვიოს სპეციალური დანიშნულების რაზმები აი ამ ტიპის სპეციალური რომლებიც გამოჩნდნენ და მათი გამოჩენა ნამდვილად არ იყო არც სასურველი არც სასიამოვნო სანახავი ამაზე ჩვენ შეთანხმებულები ვართ მაგრამ ეს რაზმები ჯარისგან განვასხვავებთ ეს არის სპეციალური დანიშნულების მასობრივი არეულობები იყვნენ ზალიკო მე მინდა ეს აღნიშნო რომ ამერიკული კინოდან კადრი და შესახედათ ალბათ ეს ძალიან გამოტანინო აი 5 იანვარს მოდის არჩევნები ახლა თუ შეუძლია საზოგადოებას მიიღოს სწორი გადაწყვეტილება ხშირად არის საუბარი რომ აი მე თავად ამომრჩევლებისგან მოსახლეობისგან მომისმენია რომ აი ჩვენ რამდენჯერ შევცდით არჩევანში თქვათ არჩევნებზე მიდიოდნენ და მე რამდენიმე წლის შემდეგ ამბობდნენ რომ ჩვენ შევცდით მისთვის არ უნდა მიგვეცა ხმა ჩვენ ის ქვეყანა ვართ ახლა რა ვითარება რომელიც ახლა სწავლობს არჩევანის გაკეთებას საერთოდ და ის რომ ჩვენ ვწდებით ეს სულ არ არის გასაკვირი შეცდომებზე სწავლობს ადამიანი სამწუხაროდ ხვის შეცდომებზე ვერ ვსწავლობთ, საკუთარზე ვსწავლობთ, მაგრამ საკუთარზე მაინც უნდა ვისწავლოთ. გარანტიას იმისას შევცდებით თუ არ შევცდებით, არავინ არ მოგცემს. ჯერ ეს ერთი ჩემი არჩევანი შეიძლება ზალიკოსთვის იყოს შეცდომა და ზალიკოს არჩევანი ჩემთვის შეცდომა. ეს არის სწორედ დემოკრატიული საზოგადოება. როდესაც ჩვენი აზრები შეიძლება არ ემთხვეოდეს ერთმანეთს, მაგრამ ამან ძალადობა არ უნდა გამოიწვიოს ჩვენ შორის. ეს არის მთავარი მომენტი. ჩვენ ისე უნდა დაუბრუნდეთ მილანს და კახი კალაძეს. კახი, ხომ არ არის ისე რომ ჩვენ გვეჩვენება თითქოს ძალიან პოლიტიზირებული ვართ ყველანი მოსახლეობა საზოგადოების წარმომადგენელი ყველა იტალიაშიც ასია თუ იქ სულ სხვა კულტურაა პოლიტიკისა და საზოგადოების ურთიერთობის? ну აქ ცოტა განსხვავებულია, როდესაც პოლიტიკაზე მიდის საუბარი, არის მარტო პოლიტიკოსები, რომლებიც არიან თავის საქმით დაკავებულები და ისინი
აკეთებენ თავის საქმეს. ნუ ჩვენთან ცოტა განსხვავებულია, მაინც ახლა ჩვენ ცოტა პატარა ქვეყანა ვართ იტალიასთან შედარებით. და მე ვფიქრობ, რომ ეს რაც საქართველოში ხდება, ეს აზრის გამოხატვა, მე ვფიქრობ, რომ ნორმალურია, იმიტომ რომ ეხა მეც ცოტა არ იყოს და მე უხერხულება პოლიტიკაზე საუბარი, იმიტომ რომ ფეხბურთელი ვარ, ჩემი საქმე მაქვს და უბრალოდ ჩემი აზრის გამოხატვა მიწევს, იმიტომ რომ როგორც თქვენ, მე ყველა მთელ საქართველოს გვიყვარს ჩვენი საქართველო და ყველას გვინდა რომ იყოს საქართველო ძლიერი, გაერთიანებული და აი იმ ძალებმა რაღაც ცუდმა ძალებმა რომ არ შემოიტანოს ის არეულობები როგორც მოხდა აფხაზეთის დაკარგვის დროს, ოსეთის დაკარგვის დროს, აი ეს ცუდი სიტუაციები რო არ მოხდეს. რა ამისათვის უნდა ვიყოთ ძლიერები და კიდევ მინდა ვთქვა, რომ აი პირადი ინტერესების მაღლა უნდა დავაყენოთ ჩვენი ქვეყნის ინტერესები. ეგ არის ძალიან უმნიშვნელოვანესი, რაც ჩემი მოსაზრება. კახი, თუ აპირებ 5 იანვარს არჩევნებზე ჩამოსვლას და მე ერთი შეკითხვა მაქვს ფეხბურთთან დაკავშირებით, რო არ დაგისვა ის შეკითხვა, ალბათ არ ჩემი სპორტული რედაქცია და არც გულშემატკივარი არ მაპატიებს. 5 იანვარს თუ ჩამოვიდეს. ხო, არჩევნებთან ხმის მიცემას რაც შეეხება, მე იტალიაში მაქვს ხმის მიცემის უფლება, რაც არანაირ პრობლემას არ შეიცავს და არა მნიშვნელოვანია რომ საქართველოში ჩამოვიდე, რამე არ შემიძლია ხმის მიცემა. რაც შეეხება იმ შეკითხვას ფეხბურთის შესახებ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა თქვენ გადახვიდეთ ლივერპულში და ბენიტეს ამის ძალიან დიდი სურვილი აქვს, მაგრამ ლივერპულის ხელმძღვანელობა უარს ამბობს. რა შეგიძლია გითხრა ამის შესახებ და უნდა დაგემშვიდობოთ? ნუ ეხა საუბარი იყო, ჩემთან არანაირი კონკრეტული საუბარი არ ყოფილა, ეგ ინტერნეტით გავრცელდა ბენიტესის ინტერვიუ, რომ დაინტერესებული იყო ჩემით ლივერპულში გადაბირებით, მაგრამ ნუ მე მილანში უკვე მერვე წელია აქ თამაშობ, ეგ უკვე როგორც ჩემი მეორე სახლია, 2011 წლამდე კიდე კონტრაქტი მაქვს და მე ვფიქრობ, ალბათ იანვარში კიდე გავაგრძელებ ახალ კონტრაქტს და მე ვფიქრობ, ჩემი საფეხბურთო კარიერა ალბათ ამ კლუბში დამთავრდება, იმიტომ რომ რაც აი დიდ წარმატებებს მივაღწია, ამ კლუბმა ბევრი ისეთი ამონაწილეები მაჩუქა და იმ წარმატებები რაც მივაღწია ამ კლუბთან ერთად მივაღწია, ამიტომ ჩემი კარიერა მე ვფიქრობ მილანთან დასრულდება. ძალიან დიდი მადლობა კახი გადაცემაში მონაწილეობისთვის. კახი კალაძე პირდაპირ ეთერში მილანიდან გვერდებოდა. მადლობა. ჩვენ ბრუნდებით კვლავ სტუდიაში, ბატონზალ, თუ არის საზოგადოება, აი ის შეკითხვას მინდა ისევ დაუბრუნდეთ, თუ არის საზოგადოება დღეს მზად მიიღოს სწორი გადაწყვეტილება არჩევნებში? რა თქმა უნდა, მზად არის საზოგადოება თავისი განვითარების, არა, ეხლა 19 კანდიდატი ხა თუ ვალა სერიოზულად თუ შევინ შეხედავს ის მართლა გაუჭირდება. ფოტოშორი ძალიან სერიოზულად უყურებ ყველას. ხო, მე არა, ნამდვილად არ უყურებ ყველას, იმიტომ რომ მაგრამ იცით რა არის ზოგს შეიძლება მოусმინო და არ დაუჯერო. ზოგს საერთოდ არ მინამ. ეხლა სრულიად უცნობ ადამიანებზე არ ვსაუბრობ. ეხლა აქ არის ერთი კანდიდატი ანური, რომელსაც მოусმენ, მაგრამ არ დაუჯერებ. თქვათ, არის ერთი კანდიდატი, რომელსაც არ მოусმენ, იმიტომ რომ წინასწარ ვიცი, რომ ის თქვათ, სუდის მეც არაფერს არ მოუტანს ჩემ ქვეყანას, გულისხმობ, რა თქმა უნდა, ბატონ არკადი ბატარკაციშვილს. და მე ვთვლი, რომ ნებისმიერ საზოგადოებას თავისი განვითარების ნებისმიერ ეტაპზე რა თქმა უნდა შეუძლია სწორი არჩევნის გაკეთება. მე ძალიან მაღალი აზრის ვარ ქართულ საზოგადოებაზე, ქართულ ამორჩეველზე. აი ბატონი ბიძინა, ქალბატონი ნინო ამბობდნენ, რომ აი ხალხი ფიგურირებდა მათ, ასე ვთქვათ, მათი საუბრისას. მე და ქალბატონი ნინო სხვათაშორის 2 ნოემბრამდე 1 ნოემბერს იყო მზის სტუდიაში ვისხედით ასე ერთმანეთის პირისპირ და ერთმანეთს თან ვეპარეკლებოდი და თან ყოველ შემთხვევაში მე მგონი ზოგიერთი პოლიტიკოსისთვის ეს სამაგალითოც იყო, იმიტომ რომ ეს იყო ჩვენი ნორმალური ურთიერთობის დემონსტრირება. ჩვენ გვაქვს განსხვავებული მოსაზრება, მაგრამ ჩვენ ვართ ერთმანეთის მიმართ პატივისცემით გამშვალული, ერთმანეთის საქმიანობის მიმართ უპირველეს ყოვლისა და არა მხოლოდ რაღაც პიროვნული თვისებების გამო. და ვიცით რა არის ხალხის მეთქვა, ხალხის ნაწილი, რომელიც ამა თუ იმ პოლიტიკურ ჯგუფს ემხრობა. აი ასე რომ დავკონკრეტდეთ ხოლმე, ეს ჯობია, იმიტომ რომ არც მე არ მივიცი ჩემ თავს უფლება ვილაპარაკო მთელი ქართული ხალხის სახელით.
და არა, იმიტომ რომ მაგალითად არიან ადამიანები, რომლებსაც რომელიღაც პოლიტიკური ჯგუფის მიმართ გააჩნიათ სიმპათიები, და თქვათ იმათ აქვს თავიანთი მოსაზრება, მაგრამ ეს რო ხა ზოგადად ხალხზე ვიაბარაკოთ, რომ ხალხმა გადაწყვიტა რომ აი ეს რაღაცა უნდა ჩატარდეს არჩევნები გაზაფხულზე, ამდა თქვათ სხვა ტიპის გადაწყვეტილებები მიაღებინა, ესე არ არის. მე ვთვლი რომ მიხეილ სააკაშვილმა გადადგა ძალიან გაბედული ნაბიჯი. ეს არის პიროვნული გამბედაობის მაჩვენებელიც, პოლიტიკური გამბედაობის მაჩვენებელიც, პოლიტიკური ალღოს მაჩვენებელიც არის და თქვათ მიზეზი იმისა, რატომ არ მე ამ ადამიანის მიმართ კეთილად განწყობილი, რატომ მე მეთქვი რომ არის რაღაც ჯგუფი ადამიანებისა, ვის გვერდითაც, იმიტომ რომ ჩვენ ღირებულებათა სისტემები რაღაც მე ასე მგონია რომ დაახლოებით ერთნაირი გვაქვს, სწორედ ამიტომ რომ აი ამ ტიპის გადაწყვეტილებების მიღება მე ძალიან ცოტა ადამიანი მეგულება დედამიწის ზურგზე, რომელსაც შეუძლია რომ ერთი წლით შეამციროს თავისი თქვა ხელისუფლებაში ყოფნა და როცა საზოგადოების თუნდაც მცირე ნაწილს უჩნდება რაღაცა დაუშვათ სხვა ტიპის დამოკიდებულება, ადამიანის მიმართ ის იღებს ამ გადაწყვეტილებას და ამბობს რომ კი ბატონო მე არ გადავდგები, გავხდები კანდიდატი, აგერ მობრძანდით და გააკეთო საზოგადოებრივი არჩევანი. ბატონ დავით რაღაც მაქსურდათ. მე საერთოდ ქართველი ხალხის მიმართ მაქვს უდიდესი ნდობა რაღაც ჩემი პატარა გამოცდილებით, თუნდაც ჩემი პროფესიული გამოცდილებით. ვერ მოატყუებ ქართველ ადამიანს, ქართულ კაცს. ძალიან ბრძენია ქართველი კაცი. ის არჩევანს გააკეთებს. თავარია ეს არჩევანი ძალად არჩევით მოხდეს, ანუ ხელისუფლებაში არჩევით მოხდეს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და არა დაუშვათ ძალით. რამდენჯერაც მოხდა ძალით შეცვლა ხელისუფლების და ძალით გასგულისმყოფ არ ვიცი ახლა ეს როდესაც წაართმევენ არჩევანის უფლებას ადამიანს, მერე ეს ადამიანი იქნება თავის პასუხს მას მოთხოვს. არსებობს ვერკეტების შესაძლებლობა, რომ ახლაც წაართვან ადამიანს არჩევანის უფლება. წაართვან? მე ბატონ ზალს გამოვეხმაურები, იმიტომ რომ გულწრფელად და გულით მსურდა, რომ სააკაშვილს მაშინ პრეზიდენტის რანგში აი ეს გადაწყვეტილებები, რაც თქვა და მართლაც მნიშვნელოვანი არის გადაწყვეტილებები, რომელიც ჩამოთვალა მან, ეს ალღო პოლიტიკური, მას გამოეჩინა ეს 7 ნოემბრამდე. მე პირადად მე 2 ნოემბრიდან ვიყავი მიტინგის ერთ-ერთი მონაწილე და საშუალება რაც მომეცა, ვთქვათ, ინტერვიუს სახით თუ მიტინგზე მე მგონი სულ ერთხელ რაღაც გამოვედი, რასაც შიმშილებას ვიწყებდი, სულ ამას ვთხოვდი მე პირადად და ვამბობდი, რომ მე მჯერა იმის, რომ ვთქვათ ეს ხელისუფალს აი ესეთი ნაბიჯი უნდა გადაედგა. ну სამწუხაროდ ეს 7 ნოემბრის მერე მოხდა და ეს მე პირადად ძალზე გულდაწყვეტილი ვარ და იმედგაცრუებული ვარ რომ ეს მოხდა 7 ნოემბრის მერე, როდესაც ეს შეიძლება და მოხდარიყო მანამდis. აქედან გამომდინარე ამას ახლა სულ სხვა დატვირთვა შეიძინა ამან, აი ამ პოლიტიკური ალღო იქნება თუ გადაწყვეტილება თუ ერთი წლის მოკლება და ასე აღარ გავაგრძელებ. რაც შეეხება არჩევნის უფლების წართმევას, ეს დამთავრდა საქართველოში, მე ესე მჯერა, ისე როგორც მჯეროდა რომ თქვა 7 ნოემბრამდე შეიძლება და თქვა ესეთი ნაბიჯების გადადგმა, ხმად ვარ ამაში და მე სრულიად დარწმუნებული ვარ რომ ეს დამთავრდა, ამ არჩევნის წართმევის უფლება და იმ ხალხის ნაწილმა, კი ბატონო, ესე იყოს, ეს მოიპოვა თავისი ბრძოლით, თავისი მოთფენით და არანაირ თქვა რაღაც ძალადობრივი გზით, თავისი მშვიდობიანი მოთფენის უნარი და თავისი ნებისყოფით. დღეს საქართველოში მაცხოვრებელი ყველა ადამიანი სრული პასუხისმგებლობის გზნობით მივა 5 იანვარს არჩევნებზე, ამაშიც ვეთანხმები, ეს კულტურა თვითონ არჩევნის გაკეთების კულტურამ რაღაც ძალიან მოკლე დროში ძალზედ აიწია და ძალზედ სულ სხვა რაღაც მასშტაბები მიიღო. მე ესე ვგრძნობ ინტუიციურად, მე არა ვარ არც პოლიტიკოსი, არც პარტიის წევრი და არც თქვა რაღაც ექსპერტი. უბრალოდ მე ამას ვგრძნობ ჩემი სულით და ჩემი გულით. ეს ხალხი მივა და ვერავინ ვერ წაართმევს მას არჩევნის უფლებას და ის გააკეთებს იმ ერთადერთ არჩევანს, რომელმაც უნდა
რა ვიცი მე მგონია რომ დღეს არის შანსი ჩვენ ყველას მოგვეცათ ჩვენ თავობაზე გადავიდა ეს ყველაფერი და ჩვენ თავობას მიეცა იმის შანსი რომ საქართველოს ერთხელ და სამუდამოდ შედგეს როგორც სახელმწიფო. ხელისუფალნი მოვლენ და წავლენ, მაგრამ ქვეყანა ჩვენი სამშობლო უნდა შედგეს როგორც სახელმწიფო. ეს 5 იანვარს უნდა მოხდეს. სამწუხაროდ ეხლა მე პატივისცემ ყველა აზრს და პოზიციას მე არ ამაქვს ეს გულწრფელად ვამბობ, არ შემიძლია უბრალოდ სხვანაირად. მე ესე ვფიქრობ და დაცთავარია ადამიანები არჩევანის პასუხისმგებლობას ზაფრად გრძნობენ და განიცდიან და მათ ვერავინ ვეღარ წაართმევს არჩევნის გაკეთების უფლებას. ვერანაირი ტექნოლოგიებით, ვერანაირი PR-ებით, ვერანაირი დაშინებით თუ შეშინებით თუ არ ვიძახი მე ხა ზოგადად ვლაპარაკობ ამას ყველაფერს და ვერანაირი თქვა რაღაც დაპირებებით, რომელიც მე უმეტესობა არ სრულდება. მაგრამ დაპირებას იძლევა ყველა კანდიდატი ჩვენ ამას ხედავთ, ანუ ყველა კანდიდატს ზუგს უკან თავისი რეპუტაცია აქვს და თავისი პოლიტიკური ისტორია აქვს და აი რომ ლაპარაკობ მე კულტურაზე, არჩევნების კულტურაზე, აი ესეც არის იმაში რომ ყველა კარგად დაუფიქრდეს პოლიტიკოსების ისტორიას პოლიტიკაში და მათ რეპუტაციას. რეპუტაცია და ბიოგრაფია ძალიან მნიშვნელოვანია. აი პოლიტიკური კულტურა ახსენებათ, ვიძინებ. არის ეს პოლიტიკური კულტურა, ან რა დონეზეა, მაღალია, დაბალია? როგორი პოლიტიკური კულტურაა დღეს საქართველოში? იცით რა, ჩემთვის თუ სუფთად პოლიტიკურ სფეროს ავიღებთ, ძალიან დაბალი დონეა მე ვთვლი და ამაშიც სხვათა შორის პრეტენზია მაქვს ამ დღევანდლამდე ჩვენს ხელისუფლებასთან, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ კულტურული, პოლიტიკური დებატების დისკრედიტაცია მოეხდინა და სუფთა პოლიტიკური პროცესები გაეტანა თუნდაც პარლამენტს გარეთ ან ტელეეთერების გარეთ. ამაში მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ხელისუფლებაა დამნაშავე. პოლიტიკაში მარტო ხელისუფლებას მე გულისხმობ პოლიტიკურ სფეროში კულტურას, პოლიტიკურ სფეროში რაც შეეხება და რაც შეეხება მოქალაქეების პოლიტიკურ კულტურას, ის განსაოცრად ამაღლებულია, უნდა დავეთანხმო ბიძინას, იმიტომ რომ სულ უფრო მეტი ადამიანი ცდილობს გაანალიზოს რა პროცესი მიმდინარეობს ახლა, რისი არჩევანი ხდება 5 იანვარს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჩვენ არა ვართ ნორმალური საპრეზიდენტო არჩევნების პირობებში ახლა. სამწუხაროდ ჩვენ ისევ და ისევ ვართ გზის არჩევის პირობებში. ეს არ არის ჩვეულებრივი პროგრამული არჩევანი, რომ მე ერთი კანდიდატი მთავაზობს ამ პროგრამას და მეორე ამას და მე ვეთანხმები მესამეს. აქ პროგრამებზე არ არის, აქ არის სახელმწიფოს არსებობის პრინციპების არჩევა. ის რაც ჩემნაირი და ჩემნაირად მოაზროვნე ადამიანებისთვის არის მიუღებელი დღევანდელ დღეს, ისინი მათთვის ძალიან გადამწყვეტია ეს 5 იანვრის არჩევნები, იმიტომ რომ ეს 5 იანვარი გადაწყვეტს ჩვენ დაუბრუნდებით ჩემთვის მე მგონია რომ ჩვენ ამ 3 წელიწადში დავუბრუნდით საბჭოთა კავშირში მიუხედავად იმისა მიუხედავად კარგი აღჭურვისა, მიუხედავად დაგებული გზებისა, განათებული ქალაქისა, თუმცა საბჭოთა კავშირის დროსაც იყო ქალაქები განათებული. უზენესი შეფასება დავუბრუნდით საბჭოთა კავშირში. სერიოზულად დათხოვილია ქალბატონი ნინოს პოლიტიკური მოძრაობის წევრი. ოღონდ მე იმ საბჭოთა კავშირის დავუბრუნდი, დავამთავრებ ერთი წუთი, რომელიც მე თვითონ საბედნიეროდ არ მინახავს და მხოლოდ წიგნებიდან ვიცი და ისტორიიდან. ეს 30-იანი წლების საბჭოთა კავშირი. დიახ, ხო, აი ხა ეს ისეთი შეფასება. მეგონი კიდევ უფრო დამძიმდა. კომენტარის უფლება ხო, არა, იმიტომ რომ მართლა სერიოზულად დაიწყო პოლიტიკური მოძრაობის წევრობა ნინოს ეს ბუნებრივიც არის ვიცი. ეს მიზეს შედეგობრივობა სხვა თანმიმდევრობით არის. ამაზროვნება მიმეყვანა პოლიტიკურ მოძრაობაში ზუსტად. იმიტომ რომ ეს მართლა გასაოცარი არის, ესე იგი ჩვენ რეალურად გავრბივართ საბჭოთა კავშირიდან, აი ესეთი შედარება რომ გავაკეთოთ, მოგვდევენ და უნდა შევასწროთ სადღაც და აი ამ დროს კეთდება ასეთი შეფასება არა მხოლოდ ქალბატონ ნინოსგან, არამედ პოლიტიკოსებისგანაც, სხვა პოლიტიკოსებისგანაც, რომლებიც თავს უფრო მაღალი რანგის ფიგურებად მიიჩნევენ, რაც არის აი წარმოუდგენლად არაადეკვატური შეფასება.
ჩემი რმარწმენით, იმიტომ რომ ეხლა როცა ბატონი ბიძინა საუბრობდა ღირსების შელახვაზე, როცა საუბრობდა თავისუფლების შეზღუდვაზე, ეხლა მე რაღაცნაირად ცოტა ვერ გავიგე ერთი რამე რა. ღირსება შელახული მაშინ არის ადამიანი, მილიციელი, ქურთან უგზავნი და რაღაცის და მოპარული მანქანის დასაბრუნებლად ან და თქვა კრიმინალური სამყარო რომ მართავდა იმას მთელ ქვეყანას და მინისტრები აეროპორტებში რო ხვდებოდნენ და ესე იგი ორთაჭალაში შენობებიდან დაკითხვაზე გაყვანილი პატიმრები დღეში 5 კაცი როცვიოდა და კვირაია რო ყავდა მინისტრი და ის რა ქვია კახათ არგამაძე მაშინ ღირსება იყო დაცული იყვნენ ადამიანები თავისუფლები და მაშინაც ღირსების შელახვის გამო ვიდექი ნოემბრის დღეებში პარლამენტში მაშინ იმას ქონდა მიზეზი პარლამენტის წინ რატო ვიდექით ერთად იმიტომ რომ ჩვენ არჩევანის უფლება წაგვაქვს მე მინდა მოგახსენოთ სრული პასუხისმგებლობით რომ აი წეგან ბრძანეთ თქვენ ბიზინა ბრძანა რომ აი ეს ალღო ახსენო და ეს ადრე რო გაეკეთებინო მიხეილ სააკაშვილმა და იმ ჯგუფმა რომლებიც ამჟამად ხელისუფლებაში არიან ჩემი აზრით თქვენ რა თქმა უნდა არ დამეთანხმებით გადაარჩინა სახელმწიფოებრიობა იმიტომ რომ ძალიან სერიოზული საფრთხეების წინაშე იდგა საქართველოს სწორედ იმ 2-დან 7 ნოემბრამდე, იმიტომ რომ 6 ნოემბერს თუ გაიხსენებთ თქვენ კარგად უნდა გახსოვდეთ, რა განცხადება გააკეთა ლავროვმა, თავი რომ დავანებოთ ახლა მისი რუსეთის მარიონეტების და იმის პატარკაციშვილის ტიპის პერსონების კომენტარებს და განცხადებებს ტელევიზიით, როცა მართლა ძალიან დაძაბული იყო ვითარება, ლავროვის განცხადება 6 ნოემბერს. ნებისმიერ ტელევიზიას აქ ეს ჩანაწერი და გავიხსენოთ რა. როგორი გულშემატკივარი გახდა ის ქართველი ხალხის სხვათა შორის და რაღაც არა ამიტომ მე მიმაჩნია რომ ძალიან დიდ საფრთხეს გადაურჩა საქართველოს ძალიან დიდ საფრთხეს შევინარჩუნოთ იყო სასწორზე იდო ყველაფერი საქართველოს სახელმწიფოებრიობა გადარჩა და ქართულ საზოგადოებას ქართულ ხალხს საქართველოს მოქალაქეებს მიეცათ შესაძლებლობა გააკეთონ არჩევანი არ მოწონთ ეს კაცი არ აერჩიონ მოწონთ აერჩიონ ამიტომ მე ვთვლი რომ ეს იყო პოლიტიკურად ძალიან სწორი, მართლა ალღოიანი პოლიტიკოსის, მართლა გაბედული ნაბიჯი, რომელიც არა მარტო ჩემი, არამედ ძალიან ბევრი, ჩემზე გაცილებით უფრო სერიოზული და ჭკვიანი ადამიანის შეფასებით მართლაც ასე არის და იცით რა არის ნინო და ბიძინე რა მინდა გითხრათ. ეს ჩემი სიტყვები არ გახლავთ, ასაც მე გეტყვით. ეს არის გენიალური ბორხესის სიტყვები. ჩვენ ყველა ნორმალურ ადამიანს გვინდა რომ სახელმწიფო რაც შეიძლება ნაკლებად ერეოდეს საზოგადოების ცხოვრებაში. პირად ცხოვრებაში ჩარევაზე. რაც შეიძლება ნაკლებად ერეოდეს, მაგრამ აი ბორხესი, გენიალური ბორხესი წეს რომ ამისათვის საჭირო რომ ჯერ ააშენოს სახელმწიფო, რომ მე ამის მინიმიზაცია მოახდინო. ეს არის ზუსტად უნდა ვთქვა რა, ეს საშუალებები, რომლებიც ამართლებს მიზანს, ჩემთვის ძალიან მძიმე ხდება, იმიტომ რომ ის საშუალებები მე ადამიანის ტრანსფორმირებას ახდენს ტვინისას ისე, რომ მე ის მიზანი უკვე გაუგებარია რა არის. როდესაც ტელეეკრანიდან პარლამენტის წევრი ჟურნალისტი ცუქნებს ეს არ მომხდარა ეხლა, ეს მოხდა 2 თუ 3 წლის წინ. და ამაზე რეაქცია არავის არ აქვს, არც ხელისუფლებაში და არც საზოგადოებაში, ეს უფრო დიდი დანაშაული მგონია. მოქალაქეთა კავშირის სამდივნოს ხდომაზე, რომელიც იმართებოდა ჩუღურეთში, არათუ თითი დაუქნიეს, არამედ დაემუქნენ ჟურნალისტ იუდა გრიგოლიას და მზეზე ვიჯექი და ვიცავდი ამ ხალხს. გასაგებია, ჟურნალისტების დაცვაზე ახლა. მით უმეტეს, მაგრამ მაშინ რატო იმეშვილს არავინ არ იცავდა? დაიცვეს, როგორ დაიცვეს, რა ბრძანეთ, ნინო. როგორ გამოიწვიეს ადამიანები, გამოხატეს მან სამსახური დაკარგა, გადაცემა დაიხურა და პარლამენტარია და უკვე სხვებს უქნებს თითქოს. და თქვენ ამ წლების განმავლობაში ან ბეჭდური მედიის, ან ტელემედიის საშუალებით რომელიმე თქვენთაგანს არ ქონდა საშუალება და რომ გამოიხატა თავისუფ სიტყვის თავისუფლებაზე ვამბობდით. თქვენ გადაცემა მიყავთ. ეხლა ყველას ვერ გააჩუმებენ, ზალიკო ეს გასაგებია, მაგრამ თავისთავად გაჩუმებას ცდილობდნენ გენაცვალე. შესაც ნამდვილად ხო და აბა რაზეა საუბარი ნინო. არავის გაჩუმებას არავინ არ ცდილობს ნინო. არ ხდება ეგეთი რამეები. ის რომ პარლამენტარი ჟურნალისტს არ უნდა კიცხავდეს. არ უნდა კიცხავდეს კი ბატონო. მართლა? კი. რა შეიცვალა იმის მერე? იმის მერე გავიდა 2 წელი და პირქვე დაამხეს ჟურნალისტები იმის გამო რომ ვიღაც 2 არ ვიცი დაცვის სამსახურის თუ რაღაცა
თურმე ამზადებდა გადატრიალებას. უფრო იოლი არ იქნებოდა იმ ორი დაცვის სამსახურის, ორი მომსახურის თუ მოსამსახურე პერსონალის დაპატიმრება, ვიდრე 1000-იანი მიტინგის, მშვიდობიანი მიტინგის დარბევა. არა? ესე არის. ჟურნალისტები უფრო იოლი იყო, რა პირქვე დამხობილდა. შევარდნაძის რეჟიმზე და შევარდნაძის ეპოქაზე, მაშინ არ რატო ედრებით თან მართლა ვერ გავიგე. შევედრებით იმ და ეს თამასას თუ და ჩვენ თამასა უნდა ავწიოთ ჩემის აზრით. ეხლა აწეულია უკვე ვიცი. კიდე უფრო უნდა ავწიოთ. იყოს აწეული, მე მოყვებით, აი ეს შეფასება კიდე უფრო უნდა აიწიოს. რა თქმა უნდა. ეხლა მაშინ თქვა ხო არ შეიძლება ამდენი მოსმენები იყო, ხო არ შეიძლება ესეც შევადაროთ. მაშინ უსმენდნენ ყველას და ყველაფერს და ესე 5 წუთში აცხობდნენ იმას სასამართლოს გადაწყვეტილებებს, რომ ეს ამ მოსმენა სასამართლოს ბრძანებით რომ მოხდა, იგივე იმ ჟურნალისტების ანუ ავწიოთ თამასა და ის არ უნდა ყოფილიყო რაღაც ერთადერთი ტელევიზია რაღაც იმედი სხვა ტელევიზიებშიც უნდა ყოფილიყო თქვა შექმნილი ის თავისუფლება უნდა ყოფილიყო თავისუფლები იგივე რუსთავი 2 და იგივე საზოგადოებრივი ტელევიზია რომ იმედი არ უნდა აღმოჩენილიყო აი ესეთ რაღაც მე მგონი ექსკლუზიურ პოზიციაში იყო იმედი ხო ესეც შეცდომა არის მოდი ესე ვთქვათ მაგრამ დამთავრდა ეს შეცდომა არა ადეკვატურად არ იყო ადეკვატური მე იმედი მაქვს რომ იმედი გაიხსნება და ის იქნება მართლა თავისუფალი და მიუკერძებელი თუ კი მოთხოვნები ის მოთხოვნები ხო გაიხსნება იმედი ხო ალბათ აი იმიტომ რომ იმედი სამწუხაროდ ეს არ ეხებათ იმედი ჟურნალისტებს არ არის ეს ეხება მის პატრონს იმედი იყო ძალიან კი მაგრამ ვის შექმნა ეს რეალობა აი ამ თქვა ტელესიმსში რომ იმედი ესეთ ექსკლუზიურ სიტუაციაში აღმოჩნდა ვინ ფლობელმა ფლობელი როგორ შექმნიდა სხვა ტელევიზიას ჩვენს იმედი გვაქვს რომ ეს ტელევიზია გაიხსნება ეს არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი მე აქ ჩემი აზრი მინდა რა თქმა უნდა გამოვხატო ბატონ ვიძინა ჩვენ დასასრულისკენ უნდა წავიყვანოთ უკვე გადაცემა 5 იანვრის შემდეგ და მე მინდა ეს შეკითხვა ყველას დაუსვა ყველა სტუმარს 5 იანვრის შემდეგ რას ელოდებით როგორ საქართველოს ელოდებით 5 იანვრის შემდეგ ველოდები კი არა აი უზარმაზარი განცდა მაქვს იმის რომ საქართველოს იყოს მშვიდი და ლაღი ქვეყანა მე აი ესე მოკლედ ვიტყოდი გამატანება რა იქნება 5 იანვრის შემდეგ 5 იანვრის შემდეგ მე ველოდები და იმედი მაქვს შეიძლება ითქვას დარწმუნებული თუ საერთოდ ამის შეიძლება იყოს ადამიანი დარწმუნებული რომ ამ ქვეყანაში ეს ქვეყანა დაადგება დემოკრატიის გზას ბოლოს და ბოლოს დემოკრატიისას სიტყვის თავისუფლებით, უდანაშაულობის პრეზუმპციით, პლურალიზმით, მრავალპარტიული სისტემით და პრეზიდენტის ძალიანძლიერად შესუსტებული ფუნქციური აპარატით, როგორ ვთქვათ, ანუ პრეზიდენტის უფლებების პრეზიდენტის გარეშე. არა, ნუ იქნება იყოს პრეზიდენტი, როგორც გადანაწილებული იყოს. ეროვნულ საბჭოში უთანხმოება არის, მაგასთან დაკავშირებით. მე რაღაცა პრეზიდენტი მოვწონთ ის. მე საბჭოში არა ვარ, საბჭოში მხოლოდ წარმომადგენლები არიან და რაც თავარია თავისუფალი სასამართლოთი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ბატონ დავით მეც ასევე ძალიან დიდი იმედით შევყურებ არჩევნებს, იმიტომ რომ ყოველი არჩევნები, დემოკრატიულად ჩატარებული არჩევნები არის ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი ბიძგი. ყოველ შემთხვევაში ასე წერდნენ და ასე ვიცოდი აქამდე. ამაზე კარგი გამოცდილება ქვეყნის აღშენებლობის, როგორც ვიცით, არ არის. მაგრამ პირველი წელი მოულოდნელობ ჩემი ესეთი ანალიზით იქნება მოულოდნელობებით ახსავსე. ძალიან ვფიქრობ, რომ დადებითი მოვლენები მოხდება თუნდაც აი ევროპულ და ჩრდილო-ატლანტიკულ გაერთიანებებთან მიმართებაში. კარგად არ ვიცი ეს საკითხი, მაგრამ რაღაც ინტუიციამ კარნახობს, რომ სასიკეთოდ ეს არჩევნები სასიკეთოდ წაადგება ქვეყანას. რა ძალიან ბატონ ზაალ, ბოლო სიტყვა თქვენ, როგორ იქნება საქართველოს 5 იანვრის შემდეგ და უნდა დავასრულოთ. 5 იანვრამდე გეტყვით. ეს არის გასაზრით როგორი საქართველოს. 5 იანვრამდე არა. არა. გაბატონმა ნინომ ჩამოთვალა ძალიან ბევრი პრობლემა. უნდა ველოდოთ ამ პრობლემების გადაწყვეტას 5 იანვრის შემდეგ. ესე იგი ჯერ 5 იანვრამდე მოგახსენეთ, დარჩენილი ჩატარდება აუცილებლად ეს იქნება ძალიან სამართლიანი, ძალიან არ მიყვარს ეს სიტყვა, მაგრამ უცბად ვერ დავძებნე ახლა ძალიან გამჭვირვალე, ეს იქნება ძალიან პატიოსანი არჩევნები და მართლა ყველა მოქალაქეს მიეცემა იმის საშუალება, რომ და მის გარანტია ნამდვილად ერთი სიტყვით რომ ვთქვათ დემოკრატიული არჩევნები იქნება. რა თქმა უნდა, ეს იქნება ძალიან კარგი და ძალიან ბევრ გაკვეთილს გამოვიდა ჩვენ აი ამ ბოლო პერიოდის მოვლენებისგან
და მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს გააგრძელებს ის, რაც კეთდება დღეს, ეს გაგრძელდება მოიმატებს ტემპი, რა თქმა უნდა. იქნება გაცილებით სერიოზული და გაცილებით მნიშვნელოვანი მიღწევები, იმიტომ რომ ამის მკვიდრი ფუნდამენტი მე ჩემი აზრით არის უკვე ჭაღრელი და მე დარწმუნებული ვარ ჩემი ქვეყნის ძალიან სერიოზულ და ძალიან წარმატებულ პერსპექტივაში. მადლობთ ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. მადლობთ ბატონ ბიძინა, ბატონ დავით, ბატონ ზალ. მე შეგახსენებ ჩვენი გადაცემის სტუმრები იყვნენ ბიძინა გეგიძე, ნინა ბურდული, ზალიკო სამადაშვილი და დავით საყვარელიძე. მე მომავალ ხუთშაბათამდე გემშვიდობებით. ნახვამდის.